წერებს სოციალურ ქსელში, ჩემი სტუმარი დღესდღევანდელი live ეთერით არის ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოს საზღვაო ძალების ყოფილი სარდალი ბატონი გოჩა ვედრიაკოვი. მოგესალმებით ბატონო გოჩა. მოგესალმებით ბატონ დავით. მოგესალმებით თქვენ მაყურებელს. დიდი მადლობა თქვენ ყურადღებისთვის. მადლობა რომ დაგვითმეთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იმიგრანტს არ აქვს იმდენი დრო დაჭრა ლაივში საათები ილაპარაკოს, თუ მას არ აქვს სამშობლოს მიმართ რაღაცა იმ დონის თბილი განცდა, რომ რამე უშველოს სამშობლოს. მე ვიტყვი მაყურებლისთვის, ვინც ახლა მიყურებს, ვინც მოგვიანებით ნახავს, რომ ბატონი გოჩა გარდა იმისა, რომ ის მონაწილეა, სამხედროა, მაღალი რანგის ოფიცერი არის, მას აქვს სერიოზული წარსული, ის მსახურობდა სამხედრო საზღვაო ძალებში წლები, წყალქვეშა ნავზეც მათ შორის და გარდა ამისა სააკაშვილის რეჟიმისგან იყო რეპრესირებული, დევნილი ამერიკაში, ქართული ოცნების მიერ აღიარებული პოლიტიკურ დევნილად და შემდეგ ქართული ოცნების მიერ საქართველოს მოქალაქეობა ჩამორთმეულიც, იმიტომ რომ სიმართლის მთქმელი არც ერთ რეჟიმს არ უყვარს რა. რთულია ემსახუროს სამშობლოს, მაგრამ ესაა ვალდებულება ოფიცრისთვის პირველ რიგში და ალბათ მე მოქალაქისთვისაც. რა თქმა უნდა, თუ თulis რომ ისი ქვეყანა უყვარს. ბატონო გოჩა, საოცრად ტრივიალურად ვითარდება მოვლენები ჩვენს ქვეყანაში. ახლა გვაჯერებენ, რომ დიდი ინვესტორები არიან. ჯერ თავი მოგჭრეს იმ არაბულ სახელმწიფოებში იქ და საყვარელი მამაკაცებით და იმითი ახლა იქეთ დადიან. არა ის საზღვარი ამათთვის დაბრკოლების ზოლი და არაბეთში მოსულა რა ერთი. ხან იქ მიდიან ჭუბობენ, მე სადაც ჭამენ, იქაც მაპატიეთ და ისაქმებენ და მე უცებ გვევლინებიან, რომ 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, ეს არ არის პატარა ფული ალბათ დამეთანხმებით და სხვა პოლიტიკურ მოვლენებთან ერთად მინდა მოვისმინოთ თქვენი აზრი, იმიტომ რომ ქართული ოცნების მიმართ ახლა საზოგადოების ნდობა ნამეტანი სრული არ არის, ასე რბილად რო ვთქვა რა და შანსი ფულის გარეცხვის ძალიან დიდია. რასთან აგვაქვს ბატონო გოჩა საქმე? თქვენ რას ფიქრობთ ეს რა არის? იმიტომ რომ არც ერთ ქარხანაში, არც ერთ საწარმოში ეს ფული არ იდებოდა, თურმე ჩვენი ქვეყანა ყოფილა ტურისტული ცენტრების გასაშენებელი პლატფორმა და რასთან აგვაქვს საქმე თქვენი აზრით, თქვენ ეკონომიკურ მიმართულებაზე არ ახართ შორს მაინც. ეხლა რო ავიღოთ ბატონო დავით, საქართველოში ყველა აგრეთ წოდებული მშენებარე კომპანიები რაც არის, სამშენებლო კომპანიები, დეველოპერები, სულ ყველა ერთად რო ავიღოთ, სულ ყველა ერთად ახლოსაც ვერ მივლენ მაგხელა ინვესტიციასთან გაყიდვებში. ანუ მაგხელა რესურსი ახლა საქართველოს მოქალაქეს არ აქვს, რომ მანდ იყიდოს ეგ ბინები, რაც ბინებია, სახლები, ასევე გასართობი კომერციული ცენტრები, კაზინოები, რაც არის მან ჩადებული. მე არ ვიცი ხა კონკრეტულად რომელ პროექტში, მაგრამ თუ ეს გონიოს მიმართულებით არის, მე ვფიქრობ, ეს იქნება ალბათ ლაპარაკია შავი ზღვის მარგალიტის პროექტზე, რომელიც საკმაოდ დიდი პროექტი არის. და მას არის თბილისშიც ალბათ იგივე იგეგმება რაღაცა მაგის მაგვარი, მაგრამ ეს არის მხოლოდ სამშენებლო სექტორში ჩადებული ფული, რაც არ არის პატარა. მეორე საკითხია, რა გათვლები არის მან ჩადებული, რისთვის არის, რა მიზნებს ემსახურება. ეს უკვე მთავრობა ჩუმად აწარმოებს მოლაპარაკებას სხვა რაღაც ქვეყანასთან, მაგრამ ეს ყველაფერი მათ უნდა ყველაფერი უნდა გააკეთონ, ბატონო დავით, რომ ეს ფული რისთვის მოდის, რატომ მოდის, რა მიზნებით მოდის, რომელ კომპანიებში იდება, ეს უნდა ჩამდეს. როდესაც მთავრობა აწევს. ამავდროულად დავსვა შეკითხვებს, მაინც უფრო იყოს, როდესაც 6 მილიარდი დოლარის თანხა შემოგაქვს შენ ქვეყანაში და საზოგადოებას ბუნდოვნად ეუბნები თბილისში და აჭარის მიმართულებაზე გონიოში ავაშენებ რაღაცა გაურკვეველი ტიპის დანიშნულების შენობებს, რომელშიდაც ამ ფულს განათავსებ და ამბობ, რომ მხოლოდ იქ შეიქმნება სამუშაო ადგილები, სად შეიქმნება სამუშაო ადგილები, რომ ამ მშენებლობას მოემსახუროს, თუ ამ აშენებულ შენობებში დასაქმდეს ხალხი და რა უნდა იყოს შემომტანი ამ შენობებში ისეთი თანხი, რომ ამ საზოგადოებამ
აი აქედან განვითარება და თვითკმაყოფილება შეძლოს. არ ვიცი რამდენად სწორი შეკითხვა არის ეს ამ შემთხვევაში. სწორი შეკითხვა არის, მართებული შეკითხვა არის, რაც არ უნდა იყოს, ვინაიდან ეს ეხება ქვეყანას. ეს არ არის მაგალითად კერძო კომპანიას, რომელიმე სამშენებლო კომპანიას რო აიღო ექსესი, ეს პირიქით მისასალმებელი იქნებოდა და კარგიც იქნებოდა, იმიტომ რომ კერძო კომპანია ცდილობს მოიდიდოს ინვესტორი და განავითაროს საკუთარი ბიზნესი. როდესაც სახელმწიფო აწერს მან ხელს, ეს ეხება სულ ყველას. თქვენც, მეც, ჩვენ ოჯახის წევრებს დარჩენილ თბილისში და საქართველოს ყველა მოქალაქეს, იმიტომ რომ ეს არის ვალი. ინვესტიცია რაღაცის სანაცვლოდ უნდა იყოს, ხო? რაღაცა სარგებელი უნდა მიიღოს. რა სარგებელი უნდა მიიღოს, მაგალითად, ამ შემთხვევაში ინვესტორმა საქართველოში. საქართველო არ არის ახლა პარიზი და არც ბარსელონა და არც იტალია, ვთქვათ, ისე საბერძნეთის განვითარებული ტურისტული ადგილი, ისეთი რომ ქვეყანას შეძლოს ეს ვალი გადაიხადოს. რის საფუძველზე, რატომ მოაწერა ხელი სახელმწიფო პრემიერ-მინისტრმა? მე მესმის, რომ სახელმწიფო პრემიერ-მინისტრს საქართველოს მთავრობას გაეწია ლობირება კერძო კომპანიებისთვის და კერძო კომპანიებს აეღო ეს ვალი. მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც პრემიერ-მინისტრი აწერს ხელს, გინდა კერძო კომპანიებისთვის იხარჯებოდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ირიბად გასცემს გარანტიას, სახელმწიფო გარანტიას, რომ რამე თუ ისე არ წავიდა როგორც საჭიროა, ეს ვალი თავისი ინტერესი, თავისი პროცენტებით, თავისი პენალტებით უნდა დაუბრუნდეს მეპატრონეს, ესეა წესი. ხო და ამ შემთხვევაში ჩვენ როგორ უნდა რატო უნდა დავაბრუნოთ ვიღაც შეცდომებზე ეს ესხი უკა რის საფუძველზე რატო ვიღაცამ ფული იშოვა მილიარდ ხო მაგისგან დაზღვეული არავინ არ არის მე არ ვამბობ ეს იქნება შეიძლება არც იყოს მაგრამ თუ ჩვენ უნდა გამოვიდეთ ყოველთვის უარესი მდგომარეობიდან ხო თქვათ არ წავიდა საქმე ისე როგორც საჭიროა მოხდა ომი რაღაცა სექიური უბედურება ან კიდევ სხვა რამე ეს საქართველოს დააწება ვალად და ეს იქნება ჩვენი შვილების და შვილიშვილების გადასახდელი. საერთოდ ქართული ოცნება იქნება თუ არა მანამდე, სანამდე ეს პროექტები დასრულდება. მოდით ასე დავსვათ შეკითხვა, იმიტომ ძალიან მყიფე არის ეს პოლიტიკური მოვლენები და ვითარება, იმიტომ რომ საზოგადოების ფართო მასები არ ენდობა დღევანდელ ხელისუფლებას. არის განცდა ქვეყანაში, რომ ეს ხელისუფლება არალეგიტიმური არის და როდესაც ასეთი გადაწყვეტილება მე ვიტყვი, რომ პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება ხდება, იმიტომ რომ თუ შეგიძლიათ მითხრათ დაახლოებით რამდენია დღეს სოფლის მეურნეობის ბიუჯეტი? არის ამ ხელა ფული ჩადებული სოფლის მეურნეობაში? არა, ეს უყველა მეკითხარით, ყველა ესე იგი რუაკრიფოთ უყველანი იმაში, რა ქვია, ერთად რო შეადაროთ ყველა, რა ვიცი, შეკრიბოთ უყველა. თელი სამშენებლო კომპანიები და იგივე სოფლის მეურნეობა. ასე მაგდენი არ არის. ეს ფაქტიურად 6 მილიარდი, 18 მილიარდი ლარია, ხო? უხეშად. 17 მილიარდი ლარი. ფაქტიურად ბიუჯეტის ნახევარია, სახელმწიფო ბიუჯეტის ნახევარი არის ინვესტიცია, შემდეგი, რა ვიცი, რამდენი წლის მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნება ქართული ოცნება თუ პოლიტიკური ელიტა. ეს საქართველოს მოქალაქეზე რჩება ეს ვალი. ვინ იქნება? გინდა თქვენ მოხვიდეთ მერე, თქვენ გახდეთ პრემიერ-მინისტრი და გინდა ჩვენი შვილები, შვილიშვილები ეს მათი გადასახდელი იქნება, რომ თუ არასწორად წავიდა საქმე. მაგიტომ სახელმწიფომ რომ მოაწერა ხელი ასეთი ვალის აღებაზე, ეს წინასწარ მსჯელობა უნდა ყოფილიყო ხალხთან, გჭირდება ეგეთი სესხი, თორე სესხის აღებას რა უნდა, თქვენც მივყავთ ბანკში და აიღებ. მერე დარწმევენ რას? სახლს. არა, ბატონო გოჩა, იცით რა არის, მიხვალ სესხს და აიღებ, თუ ამის რა თქმა უნდა პოტენციალი გაქვს. მე შეიძლება კერძო პირი ვიყო და ამის პოტენციალი ან გამაჩნდეს, ან არ გამაჩნდეს. ბანკი რისკებს აფასებს, მაგრამ თქვენ მიგინეთ სახლსო კარგი დაკარგავს ერთი ადამიანის სახლს და იქნება ერთი ადამიანის ტრაგედია, მაგრამ ჩვენი სახლი ხო ჩვენი სამშობლოა, იმას რომ დავკარგავთ, მე მინდა ისიც რა ვთქვა, აქ დავამატებ, ბატონო, მაპატიეთ ბატონო დავით. აქ შემთხვევაში ჩვენ არა ვართ მარტო პირადად ჩვენ. ეს არის სახელმწიფო აქტივები, ჩვენი რესურსები ბუნებრივი, ჩვენი წყალი. ეს ყველაფერი იქნება დაყადაღებული, ასე ვთქვათ, არაოფიციალურად, რომ სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს. გასაგებია. ბატონო გოჩა, გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ ვისთანა გვაქვს საქმე. არაბები არ არიან ისეთი
ჯგუფი, რომელმაც ვთქვათ არ იცის აღებმიცემობა ან ვაჭრობა ან ამ საქმეში გამოუცდელები არიან. ესენი არიან ძველი კულტურის ადამიანები, მე თავისუფლად ვიტყვი, რომ ამ ხალხისგან მოდის მათემატიკა და მათემატიკური ფორმულებით გააზრება ყველაფრის. იმიტომ ძალიან დიდი ისტორია აქვს ესე ჩვენ სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში ვუყართ უი არაბია, უი ინდოელია, უი ჩინელია, ესე არ არის. ძალიან სერიოზული სახელმწიფოც ააშენეს, ძალიან სერიოზული ინფრასტრუქტურაც აქვს, ძალიან სერიოზული ეკონომიკაც აქვს და რატომ მთელი ცხოვრება იდრწოდნენ აქეთკენ ისტორიულად, რომ რამდენი არაბობაა საქართველოში, ხო? მე არავის არ ვეხები, მე მეგობრები მყავს ცოტა ბატონო გუჩა არაბები, ძალიან კარგი ბიჭები, პატიოსანი ადამიანები, არასოდეს არ მოგატყუებენ. ყველა ადამიანს თავისი ხედვა აქვს და თავისი სინდისი, მაგრამ ვისაც მე ვიცნობ და ვისთანაც მე ურთიერთობა მაქვს, ისინი ძალიან კარგი სოციუმია, მაგრამ ამ კუთხით არიან ძალიან განვითარებულები, გესმით და მათ შორის, როდესაც სახელმწიფოებრივად აზროვნებს ეს სოციუმი, აზროვნებს იმიტომ კი არა, რომ მხოლოდ და მხოლოდ მოგებანახოს, არამედ იმიტომ, რომ მისი უდაბნოდან როგორ გამოვიდეს. იმ უდაბნოში იმას ხო ნავთობის მეტი არაფერი არ აქვს. კი, ღმერთმა ისინი ამით დააჯილდოვა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში თესლი უკუღმა რო გადააგდო, წაღმა ამოვადა. უდაბნოში რო გადააგდო, თესლი შეიძლება საერთოდ არ ამოვიდეს. შეიძლება კი რა 99% შეიძლება არ გაღვიდეს მიწაში. ამისათვის ეს რო გაიაზრო, ალბათ მინიმუმ ყველაზე მცირე გეოგრაფია უნდა იცოდე და გეოგრაფიული სარტყელის შესახებ უნდა გქონდეს ცუდომა თუ რა ინტერესი აქვს იმას, რომ მოგცეს ფული შენ, რომ ხვალდაზე მისთვის ეს რისკი არ იყოს შენი ქვეყნის ფინანსური. არის ერთი მომენტია, ბატონო დავით, აქ არაბული კულტურა და საერთოდ მუსულმანურ სახელმწიფოებში სესხის გაპროცენტება არ ხდება. მაგიტომაც, მაგრამ აქვს უზარმაზარი ფული, უზარმაზარი რეზერვი აქ ნავთობიდან, გაზიდან, ზოგჯერ და უნდათ რომ დაასაქმონ ეს ფული, რომ მან მოიტანოს ახლა სიკეთე. შესაბამისად, ეძებენ პროექტებს. არაბები ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორები არიან როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში, ბევრ სფეროში. და საქართველოში თუ ჩადეს ფული არ არის ამაში ცუდი არაფერი. აქ მეორე საკითხი იმაშია ცუდი რა არის, რომ რატო უნდა დადგეს ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი შვილების კეთილდღეობა რისკის ქვეშ იმ არაფრის გამო. რამდენად ვართ სულყოლანი დაზროული, რომ ეს ასე ვთქვათ, უამყოფელები, რომლებიც მიიღებენ მაგ ფულს, სწორად გახარჯავენ. საქართველოს ბიუჯეტს იპარავენ, ჩვენ ფულს ვპარავენ ღიად და იმ ფულიდან რო აიღონ და გადადონს რამე თავისი, ვინ არის დაზროული, ხო? არავინაც არ არის დაზროული. შესაბამისად, ჩვენ რატო უნდა ვიხადოთ მერე ეს ვალი, რომელ საქმესაც ეგენი ჩააფლავებენ. მოდით შევხედოთ, რატო ვუდგებით ამ საკითხს. მე იმას გერომ, რომ ინვესტიცია არ არის კარგი და ცუდი არის. პირიქით, ინვესტიცია კარგი არის რომელიმე კერძო კომპანიისთვის. მაგრამ როდესაც სახელმწიფო დგება გარანტად და ისეთი მთავრობა, რომელსაც ვერ მოუგვარებია ელემენტარული სოციალური პრობლემები, ელემენტარულად საზღვარი ვერ დაუდგენია, სახელმწიფო პოლიცია გადაქცეულია რაღაცა ბანდფორმირებად, ფაქტიურად, კრიმინალთან შერწყმული და სადაც ქურდები არჩევენ თურმე უკვე ურთიერთობებს იქ რაიონებში და ქალაქებში და დავებში და პლუს კიდე არ არსებობს მარტო არის რაღაც პოლიტიკური პოლიციასავით შექმნილი რაღაცა და სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებენ არას ვინც ასე ვთქვათ არაზროვნებს ისე როგორც მათ მიაჩნიათ სწორად. ასეთ სახელმწიფოს რატო უნდა ვენდოთ მაშინ? ანუ ასეთ მთავრობას და ასეთ ადამიანებს. ესე იგი, მაგ ადამიანებს თავისუფლად შეუძლია ექსესი აითვისონ და წავიდნენ პენსიაზე თავისთვის რაღაც კუნძულებზე. და ეს მერე ჩვენმა შვილებმა უნდა იხადონ. არა, ბატონო გოჩა, ჩაგეჭრებით, იმიტომ რომ საზოგადოებას გააჩნია აშკარა მაგალითები სახელმწიფოს ქონების პრიხვატიზაციის. აი, თუნდაც ღარიბაშვილმა რომ გააკეთა ატკატი მის პენსიონერ მამას, რომ თითქოს 30,000 ევრო ქონია და ჩარტერით გადმოფრინდა მაგ თქვენთან ამერიკაში. და კიდე ძალიან ბევრი ფაქტები იმისთვის უკვე რო ვერ მალავენ ამას, როგორ შემოუარონ. კანონს აღარ იციან, გესმით და ჩვენ რეალურად სხვა სოციუმში ვერ გავიგე ბატონო დავით, 30,000 ბილეთში გადაიხადა? არა, ყველა მისის ჩარტერი რო იქირავეს თბილისიდან ჰამბურგამდე, თორე ბილეთი მერე ჰამბურგიდან ამერიკაში პირველი კლასის ცალკე დაუჯდა. მაგრამ თურმე ის ჩარტერის 30,000 ევრო, რაც დაჭირდა ჩარტერულ რეისს, გადაუხდია
ღარიბაშვილის პენსიონერ მამას. აი ესე გაირკვა მერე ჩვენ ქვეყანა. არა, იქ კიდე ძალიან ბევრი სიმახინჯეები აქვს ამათ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგრამ როდესაც ტოტალური კორუფცია გაქვს წინ და როგორი კორუფცია გაქვს, ეხლა მე სპეციალურად ამოვიღე საქსტატის მონაცემები, ეს არ არის რაღაცა ჩემი გამოგონილი ზღაპარი რა. ეს არის საქართველოს საქსტატის მონაცემები, ბატონო გოჩა. ძალიან ცოტა ხნით შეგაწყენთ თავს, როდესაც 6 მილიარდი დოლარი შემოდის აბსოლუტურად ყველანაირი კონტროლის გარეშე და იხარჯება არავინ არ იცის რისთვის. ეს არის მე ვფიქრობ, რომ ეს არის ქართველი ერისთვის დადებული ხუნდები, მაგრამ მაინც რა ოფიციალურად 440,890 ადამიანის სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფია საქართველოში. ნახეთ, გამხელა ციფრია, აქედან 144,126 ბავშვია ამ ციფრიდან. შეხედე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყოველი მე-6 ბავშვი შიმშილობს და ოცნებობს ტანსაცმელზე, განათლებაზე, გართობაზე და ასე შემდეგ, რაც ბავშვის ჩვეულებრივი მოთხოვნილებებია რა. საარსებო მინიმუმი სახელმწიფომ დაადგინა 262 ლარი და 40 თეთრი. შეხედეთ, რომელიც ერთ ადამიანს თვეში უნდა იყოს ჭამისთვის, მისთვის და ასე შემდეგ რა. აქედან 132,000 ადამიანს მოთხოვნილი აქვს ეს საარსებო მინიმუმი ქვეყანაში რა. და 16 წლამდე ასაკის 257,696 ბავშვი 200 ლარიან დახმარებას ითხოვს, რომ შიმშილით არ მოკვდეს. აი ესაა ჩვენი ქვეყანა და კიდე მოიცადეთ რა. ბოლო მონაცემებით სოციალური დახმარების მისაღებად 1,272,502 ადამიანმა მიმართა ქვეყანას. გესმის? სახელმწიფოს უკაცრავად რა. რაც მთლიანი მოსახლეობის 34.4% არის. აი ეს არის რეალობა, მათგან ukაცრავად 79,496 ადამიანმა 300 ლარიანი საარსებო შემწეობა მიიღო. აი ესეთი რაღაცეებია აქ ახლა შეხედეთ 86,412 პენსიონერმა, ანუ ამ ჩვენი სოციუმიდან, რომელიც იღებს 350,450 ლარიან პენსიას. ამ პენსიიდან იხდის საშემოსავლო გადასახადებს, ელემენტარულ ჩაცმა ხო გინდა დახურვა ხო გინდა მოხუცი ხარ, წამალზე არ ვლაბარაკობ და სოციალურ მიმართულებაზე არაფერს არ ადარჩება იმ 350 ლარიდან. საერთოდ 350 ლარი და 450 ლარი რამდენი დოლარი და მით უმეტეს რამდენი ევრო არის. მოდი ასე დავსვათ შეკითხვა, ხო? აი ესეთი ქვეყანა გვაქვს ჩვენ და აქედან რა უნდა ილაპარაკო ბატონო გოჩა, როცა 3,700,000 ადამიანიდან 1,800,000 ადამიანი იმყოფება უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვევით. რა, ციგ ძალიან ბევრი ციფრებია, მე არ მინდა რომ ახლა ჩემი მსმენელი და მაყურებელი მათემატიკურ ალგორითმაში წავიყვანო, მაგრამ ჩვენ ეს რეალობა გვაქვს რა. ჩვენ ეს რეალობა გვაქვს. 3,700,000 კაცი ვართ სულ და 3,700,000 კაცი, ესაა საქსტატის მონაცემები. აქედან ამ 3,700,000 კაცს, რომელიც მოსახლეობის 1,800,000 კაცი იმყოფება უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და 800 ბავშვი წელიწადში გაეროს მონაცემებით შიმშილით კვდება, ამას გინდა შეტენო ხელისუფლებას ვეუბნები 6 მილიარდი დოლარი ბიჭო. სინდის ნამუსისა და გაურკვევლად. არავინ არ იცის არაფერი, მხოლოდ აი ისა ჭორიკანაკალები რო იწვიან ბადიეში, იმერეთში, რომ ამის მეზობლად ეს დადის სტუმრად რა. აი ასე გაირკვა ყველაფერი, რომ ამ თანხის შემოსვლის და ამ თანხის წასვლის და თურმე კარგია დავსაქმდებით მომავალში ყველაფერი კარგად იქნება. ყველანაირი ნდობის, ყველანაირი განსჯის, ყველანაირი საუბრის, ყველანაირი განხილვის და საჯარო წარდგენის გარეშე. ეს არის თუ არა ტრაგედია, მე არ ვიცი. თითოეული თქვენგანი და თითოეული თქვენგანი შვილი იგრძნობს ამ ყველაფერს, მაგრამ არ ვიცი ბატონებო, ვერაფერს ვერ გეტყვი. სამაგიეროდ, როდესაც ჩვენ ასეთ უბედურებაში ვიმყოფებით ბატონო გოჩა, როდესაც ამ თანხას ასეთი
მნიშვნელოვანი სიდიდის თანხას არ ითვისებს დაქცეული ერის ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, თუნდაც სატრანსპორტო მიმართულება, თუნდაც კეთილმოწყობის ისეთი მომენტები, რომელიც უნდა მოემსახუროს ტრანზიტების გატარებას და იმიტომ რომ ამათ გადაბარებული აქვს საქართველოს ეგრეთ წოდებული გზაგამტარი მიმართულებები ჩინეთზე, იაპონიაზე, თუნდაც ამერიკაზე, რუსეთზე ერის ინტერესი ამ ყველაფერში არ არის. ისინი აშენებენ, ისინი აკეთებენ, ისინი ატარებენ და აქედან არაფერი არ შედის საქართველოს მოქალაქეობას. საქსტატის მონაცემები მაქვს, აგერ კიდე просто მე არ მინდა რომ კიდე ერთხელ თქვი და ამით არ დავაკავებ. ჩემს მერეს რამდენი ტონა ოქრო გადის საქართველოსდან, რამდენი ტონა მადნეული გადის საქართველოსდან, რამდენი ტონა მიწის წიაღისეული გადის საქართველოსდან და რამდენი ასე თუ ხდება ეს ყველაფერი, ეს ხო არ არის ჩემი განცხადებები, საქსტატის ოფიციალური ისინია, საიტები და ციფრებია. ამდენი ბავშვი რატო გვიკვდება კაცო შიმშილი? ეს ძალიან ის არის ბატონო დავით, ეს ფაქტიურად ტრაგედიაა. ქვეყანა ერის ტრაგედია არის, რაც ხდება. და აქ რატო არის ეგ ვითარება შექმნილი? იმიტომ არის, რომ მთავრობა არის გაზულუქებული, გადასული მთლიანად არის გადასული თავის, ასე ვთქვათ, თვითკმაყოფაზე, ასე ვთქვათ, ანუ ფული აქვს, ყველაფერი აქვს, არაფერი არ აინტერესებთ. თქვენ რაც გინდა ისაკეთეთ, მე თავი გავანებეთ, მე აქ საქმეს ფულს შოვიდე. აი ესეთი პოზიცია უკავია. პლუს თქვენ დაგამადლით, რომ ჩვენ მშვიდობას ვიცავთ. ჩვენ ვარ ყოფილიყავით, ომი დაიწყებოდა, თქვენ განადგურებოდით. ანუ მიდის ხალხის დათგურვა. ყოველთვის მათ ძირითადი ტელევიზიებიდან თუ პატარა იმიდან, რა ქვია, რომლებიც მეხოტბეები არიან ოცნების, იწყება ესეთი იმით, რომ აი ჩვენ რო არა ყოფილიყავით, აგერ 24 კილომეტრში რუსის ჯარი დგა. თუ რამე ჩვენ თუ არ ვიქნებით, ის რუსის ჯარი გადმოვა და ჩვენი ქვეყანა აღარ იქნება. ანუ ხალხს აჩვევენ იმას, რომ აი თქვენ არც ჯარი გყავთ, არც პოლიცია გყავს, არც მშვიდობა, არც დაზვერვა, არც სახელმწიფო სხვა სტრუქტურები, არც საზღვარი, არც ეკონომიკა. დაიხოცებით შიმშილით, მოვა ეს რუსი ბურიატე ვიღაცა ნაბიჯვარი და გააკეთებს იმას, რასაც აკეთებს უკრაინაში. აი ამას ნერგავენ თავიდან ბოლომდე და ამ იმათ სანამ მოსახლეობა ამის გარკვევაშია, სატყუანია, სამართალი, ვინ არის ამ პირობებში ეს ქურდბაცაცები, ეს ნაძირლები ძარცვავენ ქვეყანას. ძარცვავენ ჩვენ რესურსებს, გადის რესურსები მაქსიმალურად. არავინ არ იცის სად მიდის რატო რა ფასში, ვინ მისცა ვაფშე საერთოდ ეს ლიცენზია. საქართველოში ზღვა არის და თევზი არის კიდევა. აგერ წერენ, ხო, თევზი არ არის ელემენტარული საკვები. რაც შეიძლება საქართველოში თევზი იჭერენ და აქვს. გადის თურქეთში და თურქეთიდან შემოდის უკან. ძალიან გთხოვთ რა, აი სულ მინდოდა ეხლა თქვენ საუბრობთ ამ ყველაფერზე, მაგრამ თქვენ იყავით საზღვაო ძალების სარდალი რა. თქვენ ხო არა ხართ ადამიანი, რომელიც გემზე ტურისტულად დაჯდა და გაისეინა შავ ზღვაში. ძალიან გთხოვთ, დეტალურად მოგვიყევით. შავ ზღვაში ხამსი აღარ იჭირება უკვე? საზღვაში იჭირება ხამსი. ეხლა გეტყვით მოგიყვებით მაგის, ასე ვთქვათ, პრეისტორიას, ასე ვთქვათ. 99 წელს როდესაც სანაპირო დაცვა, ასე ვთქვათ, აქტიურ ჩამოყალიბებაში მიდიოდა, მე მაშინ სამნი ვიყავით სულ განყოფილებაში. და ახლა ორი მაშინ თანამშრომელი ერთმა აცხონოს უფალმა გაყოფილი არის. წასულები იყვნენ მაშინ აკადემიაში, ამერიკაში ჩამოსულები აქეთ გადამზადებაზე. მაშინ დავიწყე მუშაობა ჯარიმების სანქციებზე. რო უკანონოდ ხდებოდა მაშინ, აი გეტყვით იმ დროს 99 წელი, 2000 წელი, წელიწადში მინიმუმ 40 გემს ვაკავებდით, ბატონო დავით. ვაკავებდით და ისინი მერე გადაგხვდნენ, რაც კანონით იყო, მერე გადავცემდნენ სამხედრო კი არა, ჩვეულებრივ პროკურატურას. მერე კანონი რო არ არსებობდა, ისინი კორუფციული გზით აიღებდნენ ფულებს, გაუშვებდნენ. მაგიტომავდე კი და მე მოვიგონე ესეთი რამე. შევიმუშავე ჯარიმების სისტემა. ჩამოვწერე, რომ უკანონო თუ მოხდა საზღვრის გადაკვეთა, განსაკუთრებით აფხაზეთის მიმართულებით. უნდა შექმნილიყო ორი ისა რა ქვია, დადგენილება პრეზიდენტის, ეს იყო აფხაზეთში მიმოსვლის წესი, გემების მიმოსვლის წესი და მეორე რომელიც შეიმუშავა, საჯარიმო სანქცია. ტონაჟობის და გემების მიხედვით, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ტონაჟის გემებს, სხვადასხვა ჯარიმები.
ნუ ჩვენმა მაშინდელმა კორუმპირებულმა თავებმა ეს დათვინეს ძალიან რთულია ჩვენი ტვინებისთვისო და გაამარტივეს, ასე ვთქვა და მარტივი ციფრები ჩაწერეს, უბრალოდ პატარა ციფრები, რომ მოლაპარაკების მომენტი ყოფილიყო და ასეა თუ ის ეს ჯარიმები შემოღებული იქნა. ამის საფუძველზე დაკავებული იყო, ნუ ამის გამოყენებით ბევრმა კომპანიამ მაშინ გადაიხადა ჯარიმა. ერთ-ერთი გემი, რომელიც მე დავაკავებთ მაშინ, მე ჩემ დროს იყო ეგა, ჩვენ კონფისკაციას კი გავუკეთეთ. მისი სახელი იყო შექერ ბაბა. მერე ჩვენმა ფოთელმა ბიზნესმენმა გამოისყიდა აუქციონიდან რა. თურქული თურქული კი დავიჭერეთ სოხუმიდან რომ მოდიოდა და წავართვით, ასე ვთქვათ, ყველაფერი, რაც კი ქონდა ზედ. რა უკაცრავად თუ შეგიძლიათ? მაშინ ჩვეულებრივ თევზს იჭერდნენ იქა, სოხუმთან დალაგებული ჰქონდათ ასე ვთქვათ სეპარატისტებთან და ჩვენ მაშინ გადავკეთეთ თლიანად სხვა, ასე ვთქვათ და მაშინ შემოყავდა პირდაპირ ფოთში. დავაყენეთ, გარიგებაზე არ წავედით, ეკიპაჟი, პრინციპში ეკიპაჟი უბრალოდ მუშები იყვნენ, დაჯარიმდნენ და გაუშვეს. გემი იყო აუქციონზე გაყიდული, დღეს ის გემით ფოთში არის და დღესაც იჭერს ის თევზს მგონი. თუ ფოთელები დამეთანხმებიან თუ ნახავენ ის მგონი აღარ მახსოვს ბაბილოა მიყიდა ასეთი სახელი არის ადამიანია, ცნობილი მეტალზე ბიზნესმენი. ხო და ეს იყო იდეა. ეს იყო პირველი შედეგი იმისა და შემდეგ უკვე უნდა გამკაცრებულიყო. მაშინ ფაქტიურად თურქეთის კონსული ბათუმიდან ყოველდღე ჩამოდიოდა ჩემთან, რაღაც თურქულ გემებს აკავებთ მარტო. რუსები სხვა არიან. ნუ იყო ასეთი ესე ვთქვათ გარჩევები. მაგრამ ბოლოს ჯამში მე ახლა წამოვედი იქიდან და მე ახლა არ ვიცი იქ რა ხდებოდა, ეთყობა ვეღარ აკონტროლებდნენ, ან უფლებას არ აძლევდნენ, ან სხვა მიზეზის გამო. ჩვენ მაშინ ოპერაციებს ვატარებდით გაგრასთან. იმაში რა ქვია, ფსოუზეც, ოჩამჩირე, სოხუმის გასწვრივ. ყველგან ვაკეთებდით, ჩვენ ვატარებდით ჩვენ იმებს რა ქვია. არც ერთი გემი ყველას ეშინოდა შესვლა უკვე. ასე ქონდა დაკანებული საქმე. უკანონოდ და უკანონო საქმიანობის გაწევა. მაშინ ანაკლია იყო აკრძალული ზონა, ჩვენ ანაკლიაშიც არ უშვედი, მე არ უშვედი პირადად. აკრძალული მქონდა, რომ ვინმე შესულიყო დავიჭერდეთ ეგრევე. ნუ რო წამოვედი, მერე შეიცვალა ყველაფერი ალბათ, სხვა გზით წავიდა განვითარება. რა მოხდა მერე? მერე მოხდა გარიგება. ლიცენზია გაყიდული იყო თურქულ გემებზე. მაგა ლიცენზიების უკან დგანან ისევ ქართველები, ქართული კომპანიები. ეხლა იქ ბუნებრივია, რომ ქართველებს არ ქონდათ ფული გემი აყიდათ. მაგიტომ თურქებს გაურიგდნენ. ის თურქული გემები, რომლებიც იჭერენ, ეს კერძო კომპანიებია, როგორც შეპესე, ასე ვთქვათ, პატარა-პატარა შეპესეები, ან ინდმეწარმეები თურქები, გარიგებულები არიან, იმათ ფული გადაიხადეს და ამ მოგებას მერე იყოფენ ერთად. მიდის თევზი იჭერენ, მიაქვს თურქეთში ამუშავებენ, შემოაქვთ საქართველოში უკან. და კიდევ ხო, ორმაგად არ ვიცი, მაშინ მე მახსოვს ფოთში 1 ლარი და რაღაცა იყო კილოგრამი, თუ არ ვცდები. აი, მეგონია 2001 წელი, 2000 წელი, ეგრე მაგ პერიოდში რა და თუ სწორად მახსოვს. ხო და მერე ახლა წერენ, რომ 20-25 ლარი ღირსო და არც იშოვება. გახსოვთ ბატონო გოჩა თქვენ აი ბედურების წლები რო იყო 91-93 უფრო აქეთ ომის პერიოდი რომელიც იყო აფხაზეთის ხალხი ხორცს რო ვერ ჭამდა ხამსას ჭამდა რა. მაშინ იყო ამის შესაძლებლობა სანამ თურქული ხელი გაერეოდა ამ საქმეში. მე თურქებს კი არ ვადანაშაულებ იმაში რომ ჩვენი ქვეყანა არ გვეყვარს. ჩვენ გულისხმობ ამას ფიგურალურად რა. როგორ შეიძლება თურქს მიცე შენ წყლებში მოდი რა მეც მიმიშვან მაშინ და გავალ ეგერ და სრუტეს დავიკავებ რომელიც აქვს იქ და იქიდან შემოსულთან ხარ ჩემ ბიუჯეტში შევიტან მასეთი გაგებით ვიქნება მე ნამდვილად არ ამბობ თურქების მიმართ ზიზღი როგორც ასეთი ერის მიმართ მაგრამ ჩემ წყლებში კაცო რა უნდა თურქს რა დამაკლეს ისტორიულად მტრობა წაღება მოსპობა ერთი იმ ქართველის სახელი გვარი როგორ არ უნდა იყოს იმათი ცნობილი ვინც ჩვენი სიმდიდრე არ არის ჩვენ წყლებში რომ ასეთი რაღაცა ხდება მიდით აგერ ჩადით ევროპული სახელმწიფოებია და მიადექით თევზის პროდუქტს რა ღირს ხორცზე მეტი ღირს თევზის პროდუქტი და ყოველთვის ასია ყველგან ასია ეს ყველაფერი საქართველოს მოსახლეობას რომელსაც აქვს პატარა ქვეყანა და ის 20% ოკუპირებული ჩვენს ქვეყანაში სადაც სხვაც არის უდაბნოც არის მთაც არის ერთ სეზონზე შეგიძლია სხვაშიც იბანაო მთაშიც ისრიალო უდაბნოშიც გაისეირნო ხო თურმე უფლება არ აქვს რომ ჩვენი წყლიდან ამოღებული თევზი შევჭამოთ ეს ხო არის ვანდალიზმი ეს ხო ღალატია
ახლა გეტყვით ლიცენზიაში მაშინ როდესაც მახსოვს ახლა უყურეთ თურქებმა გადაიხადეს, თურქულმა კომპანიებმა გადაიხადეს გონი 15 ლარი ტონაში. 15 ლარი 1 ტონაში? ხო. ე. თუ $15. თქვა ჩავთვალოთ $15. რაც არ უნდა იყოს 1 ტონა რა ღირს ხამს. რას ლაპარაკობთ? 100 გრამით იყიდება დამუშავებული თევზი, ზუსტად ის თევზები და თუნდაც იმ კონსერვირებულ ფორმაში, რომელსაც უკვე ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც აქვს მრეწველობა, რომელიც ამუშავებს, აწოდებს საზოგადოებას მოხმარების ამა თუ იმ ასორტიმენტს, ხო? 100 გრამით ყიდის ბატონო გოჯა. 100 გრამით ყიდის იმ თევზს, რომელსაც ტონას $15 ყიდით, ხო? თუ გინდა $150 იყოს პირდაპირ გეტყვი. 1 ტონაში, 1 ტონა ხორცში, 150 და $15. მე არ ვიცი ახლა ესე არ ვიცოდი როგორც თქვენ ბრძანეთ, მაგრამ ფაქტი ერთია რა, ამ შეკითხვებს რატო ვშვამ? ძალიან ბევრი ჩემი გამომწერი მიგზავნის დაუსვით ბატონო მოჩას ეს შეკითხვა. იმიტომ თავისუფლებას ვაძლევ დაუსვა ესეთი შეკითხვები რა. გარდა ამისა, სანამ ჩვენ ქვეყანაში ესეთი ტოტალური აბლომი ხდება, მაგათ ენაზე ვეტყვი. მოტეხვა ხდება და ატკატი, მე ასე ვიტყვი ამას. ჩვენი ერი დაკავებულია რით იცი, ვიღაცა ხულიგნის საქმის გარჩევით. ახლა მე ალბათ თქვენ უყურეთ აჭარაში ყოფილი ვიღაცა ასლანო რო გაუგდია მაშინ და ეთყობა მაშინ ძალიან დიდი გმირი იყო, ვიღაცა მზია ამაღლობელია ესეთი ჟურნალისტი, რომელიც პოლიციელის ხელის გარტყმის გულისხმით დააკავეს. და იცით რა არის? მე თქვენ გთხოვთ ამის შესახებ შეფასებას. ატეხილია ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბომონდი ითხოვენ ამ ადამიანის განთავისუფლებას რა. მე არ ვიცი, სანამდე თქვენ შეფასებას მოვისმენდე, მე მინდა გკითხოთ ესეთი რაღაცა რა. ამერიკაში მნიშვნელობა არ აქვს გენდერს ბატონო გოჯა. პოლიციელს რო ხელი დაარტყას რომელიმე მანდილოსანმა თავისი მოვალეობის შესრულების დროს. დაიჭერენ თუ არ დაიჭერენ? მოვალეობის შესრულების დროს როგორ დაიჭერენ? დაიჭერენ. მაგრამ აქ ერთი მომენტია. რა წინამდებარე მდგომარეობა იყო, აქ მოსამართლეზეა დამოკიდებული, როგორ შეაფასებს გარემოს. მარტო ფაქტი არ არის. გარემოც არის. იქნების ქალი იყო აფექტურ მდგომარეობაში, ან რაღაცა. აფექტურ მდგომარეობაში ბატონო გოჯა ხო მესმის აფექტურ მდგომარეობად ბევრი რამე შეიძლება. ხო. ახლა სიტყვაზე მოვიტანე. გარემოს გააჩნია. მესმის. თქვენ როგორც მე არც მოსამართლე ვარ და არც ადვოკატი, მაგრამ 1000 კამერა გიყურებს. ხარ ჟურნალისტი, ხარ ქალი, ხარ დედა და ძალიან დიდი სოციალური პასუხისმგებლობა გაქვს იმისთვის, რომ იყო კანონმორჩილი. მე არ ვამართლებ ბიძინა ივანიშვილის სისტემას, არც მის პოლიციას, მაგრამ მე მეეჭვება, რომ დღეს განხილვის თემად ეგრეთ წოდებული აგდებული ვიღაცა ქალი ციხეში დაიჭირეს, აწამებენ, შიმშილებს. ჯერ ერთი ასე არ ხდება რა, პოლიტიკური პატიმარია. პოლიტიკური პატიმარი თუ გინდა ვინმე შერაცხო, პოლიტიკური პატიმარი უნდა შერაცხოს პოლიტიკურმა დევნილმა, აღიარებულმა პოლიტიკურმა დევნილმა და აღიარებულმა პოლიტიკურმა პატიმარმა რა. როდესაც კეზერაშვილის ტელევიზიით ხდება მისი ჰიბრიდიზირება, პირდაპირ ასე ვიტყვი და მომწონს თუ არ მომწონს, მე პირველ რიგში რა არ მომწონს, იცი, ქართველი ქალი რო ქართველ კაცს ხელს ურტყამს. ეს არ არის ქართველი ქალის საქციელი. მეორე, როდესაც ჟურნალისტი ხარ და ამას აკეთებ. საქართველოს შეიქმნა ესეთი ილუზია, რომ რადგან ჟურნალისტი ხარ, შენ შეგიძლია იყო მოსამართლეც, ადვოკატიც და ჯალათიც. და იქეთ თუ რაღაცა მოხდა, კანონმა იმუშავა, შენ ამის უფლება არ აქვს. პირდაპირ გეტყვით, მე პოლიციელისთვის ხელი რო დამერტყა, დამალპობდნენ ციხეში. აბა თქვენ დაგერტყათ ხელი პოლიციელისთვის თუ არ დაგალპობდნენ ციხეში. და რატო უნდა იყოს ამ ერთი ქალის ასეთი თემა საზოგადო განსჯის საგანი არ მესმის. ბოლოს და ბოლოს ბატონო გოჩა ხო არსებობს, კი ქალია, გასაგებია, გამოავლინა სინანული და ამერიკაში არ არის ასეთი სასჯელებისთვის ნაკლებად ისეთი რაღაცა. აი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. არის მაგალითად
ქუჩის დალაგება, არის საზოგადოებრივი ტუალეტების დალაგება. ეხლა ნამდვილად არ მსიამოვნებს ვიღაცა მზია ამაღლობელი იჯდეს ციხეში და საზოგადოებამ აჭამოს და ტყუილა ასვას და იმ ციხეშიც რესურსი მიდის კაცო ამის გულისთვის. ხო შეიძლება რომ ასეთი კი, მაგ უკვე არ ვიცი, ბატონ დავით, სამართლო კანონის სისტემა, სამოქალაქო კანონი როგორ მუშაობს ამ შემთხვევაში, ასისლის სამართლის კოდექსი როგორ არის ამბობს. მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი საზოგადოება ეხლა ჩვენ ვერ შევადარებთ ეს გერმანია. მაგალითად გერმანიის პრეზიდენტმა გაარწა პოლიციელს და ციხეში არ ჩასვეს, მაგრამ დღეს პრეზიდენტი არის. მაგრამ მაგააჩნია როგორ მიუძღვები სად რა გარემო არის და როგორ ხდება, მაგრამ ჩვენ ამ დონეზეც არა ვართ. აქ პოლიციელს დონე აქვს, ბატონ დავით. იმას წლები აქვს ნამსახურები, ტრეინინგები, იმას კამერები აქვს, ყველაფერი აქვს და ის ყველა სიტყვა იწერება. ისევე როგორც ვინც მას მის წინაშე დგას, ვინც მოწინააღმდეგეა ან რაღაცა. მაგიტომაც აქვს სხვა დონე აქვს, სხვა შეგნება, სხვა პოლიტიკური კულტურა. შესაბამისად ვერ შევადარებთ. ჩვენი პოლიცია კი არის არ შეიძლება უკანონოა ეს პოლიციის ხელის აღება, მაგრამ რამდენად თავისი მაღლეზია თვითონ ეს პოლიციას, ესაც შესასწავლია კი, ეს კი, გასაგებია. ხო და თუ პოლიცია იმ დონეზეა, რა დონეზეც არის იგივე რაც ხდება ეს უბნებში და ქუჩებში და ასე შემდეგ, მაშინ ის უბრალოდ იმის განსხვავება და ამ ქალბატონის განსხვავება იმაშია, რომ იმასაც აცვია სამართალდაცვის ორგანოს ფორმა და ის ქალი კიდე ჩვეულებრივი ჟურნალისტია და ორივეს განსხვავება არაფერშია, ორივე დამნაშავეა თავისებურად. იმ გარემოს შექმნისთვის რაც არის. იმიტომ რომ ჟურნალისტებს პასუხისმგებლობა ეკისრება და პოლიციელსაც ამ გარემოს გამოხდვაში. ბატონო ყველას თავისი ფუნქცია აქვს. მადლობა თქვენი განსჯისთვის დოსტოევსკის აქვს ესეთი ნაწარმოები დანაშაული და სასჯელი რა. დანაშაული მნიშვნელობა არ აქვს. პოლიციელი იქნები, მნიშვნელობა არ აქვს, ჟურნალისტი იქნები, იმას აქვს თავისი სასჯელი და მოგეხსენება თქვენ კანონი იქნება საპარლამენტო დონეზე, რატიფიცირდება ის დადის და მის შესრულება არის ვალდებულება სახელმწიფოსთვის, იმიტომ რომ თუნდაც ორგანიზმში ან გულს ან ფილტვს თავისი ფუნქცია რო დაეკარგოს ორგანიზმის შეწყვეტს არსებობას. ხო, ესე არის, ხო ფაქტია. რა არის, თქვენ სწორად აღნიშნეთ, სოციალური პასუხისმგებლობის თემა, მაგალითად მოქალაქეებს, ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რომელიც იმ ქუჩაში, იმ აქციაზე ათრიეს, თქვენ ნახეთ ხო კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა კაცო ხალხი, ხო? გაუჩნდათ ესეთი შეკითხვა, აი ამ ქალს თუ ამ ერთი სილის გულისთვის ციხეში სვამთ რა? ბიჭო, დაგვასახიჩრეს, ამის დეტავატირე და კაციშვილი პოლიციიდან არ მიუციათ პასუხისმგებაში პროკურატურას, ხო? და სწორადაც გაუჩნდათ მას ასეთი შეკითხვა, უბრალოდ რანაირი მომენტი არის, იცი, როდესაც კანონი არის ფავორიტული, როდესაც მე მივიჩნევ, რომ კანონს აქვს როგორი ხასიათი, იცი, არა სამართლის აღსრულების, არამედ ვიღაცის პერსონალური ფავორიტიზმის და გაძლიერების ვიღაცის სისტემის და ინტერესების, ხო? ის მაშინ ალბათ დისფუნქციაში ექცევა, ისმით და უამრავი საქართველოს მოქალაქე განიცდის ამას. უამრავი საქართველოს მოქალაქე და ნაცვლად იმისა ისაუბრონ მასობრივმა მაუწყებლობის საშუალებებმა თუ იმაზე რა ხდება სინამდვილეში ქვეყანაში, ყალბი ილუზიების შექმნით არიან ჩემი აზრით დაკავებული. აი ეს ქალი და საცოდავია, იქ ვიღაცა რაღაცა მოხდა, მე ვფიქრობ, რომ განკერძოებულია ზოგადი სამართლის სისტემა ქვეყანაში და არა გლობალური მიდგომებია ამასთან. გეთანხმებით ბატონო დავით, ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ ყალიბდება. ჩვენ არა გვაქვს არც თავისუფალი საზოგადოება, ჩვენ აგვაქვს პოსტსაბჭოური საზოგადოება, რომელიც ვერ გამოვიდა ვერც ძველი სისტემიდან, ძველს მისტირიან ბევრი და ახალ სისტემაშიც ვერ შედის, იმიტომ რომ ვერ იგებენ როგორ მუშაობს ეს ახალი სისტემა. და არც იციან უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, რა ტიპის სახელმწიფო შენდება, რა ტიპის საზოგადოება გვინდა, რა ტიპის სოციალური ინჟინერია თუ იცის ვინ რა არის საერთოდ. ვინმე თუ წაუკითხავს რა ტიპის საზოგადოება გვჭირდება ჩვენ. აი მაგაზე არის ისა რა ქვია, როგორი უნდა იყოს მოწყობა, როგორც სახელმწიფო, ქალაქები, სოფლები, არავის არ აქვს არანაირი გეგმა დადებული, არავის არ აქვს არანაირი იდეები წარმოდგენილი. პოლიციელი იმიტომ ძალადობს, რომ ყველა ძალადობს.
და ისაც არ უნდა ჩამორჩეს. ვინაიდან გააგდებენ სამსახურიდან მერე ეს არ გააკეთა, ის არ გააკეთა, ვიღაცა დაასმენს, ან ასე შემდეგ. ეგეთი გარემოა შექმნილი. ივანიშვილმა შექმნა, ჯერ კიდე სააკაშვილის დროს შეიქმნა, ჩამოყალიბდა ეგრე. და დღესაც გაგრძელდა, არაფერი შეცვლილა. იგივე ხალხი არის, იგივე ადამიანები, იგივე უკანონობაში ჩადიან. ზოგჯერ ცოტა, ზოგჯერ დიდ. მე რომ ყველაზე არიან პატიოსანი ადამიანებიც, ძალიან ბევრიც. მაგრამ იმ ყოიცით ერთმა ტალახიანმა ორმა 100 გასვარავ. აი ესეთი სიტუაცია არის ახლა მანდ. შესაბამისად, ეგეთი შექმნილი მაგალითები, როგორც ახლა თუნდაც ამ ქალბატონსა და პოლიციას შორის მოხდა, თუნდაც იმ ქუჩებში რაც ხდებოდა პირიქით, როცა პოლიცია ასაფიჭრებდა და მერე კიდე ძალადობდა იგივე, როდესაც მიკროავტობუსებში ყრიდნენ იმას, რა ქვია, ნუ დაკავებულებს და რაღაც ემუქრებოდნენ ან ესე ან ისე. ყველაზე ცუდი იცით რა არის ბატონო დავით ამაში რა, ეს რა ტენდენცია ესკენ მიდის ესა. ამას შეიძლება აფეთქება გამოიწვიოს და პირად ანგარიშსწორებაზეც ავიდეს უყველა. კავკასიაში ცხოვრობთ, ბევრს ავიწყდება და არა იმას შუაგულ ევროპაში და იმ სადმე რა ვიცი, საფრანგეთში თუნდაც. პირად ანგარიშსწორება რო წავა უკვე, იქ უკვე მისი დაკავება, გაჩერება და ის რა ქვია, რთული იქნება, განსაკუთრებით სოფლებში, განსაკუთრებით დაბაქალაქებში, მთიან რეგიონებში. და ეს არ უნდა დაიშვეს არც ერთ შემთხვევაში და მაგაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. და მეორე კიდე რეფორმებია გასაკეთებელი. აი ჩვენ გახსოვთ ჩვენ საუბრობდით სოფელზე, ხო? ნებისმიერ სოფელს შეეკითხეთ მისი საზღვრები, სოფლის სასიცოცხლო საზღვრები სად იწყება და სად თავდება. აი თქვენ მანდ რაღაც ქალაქში თუ ცხოვრობთ, იქ ნახავთ რომ დადიხართ გზის იქით, ანუ გზაზე რომ მიდიხართ, ჩანს ეს არის გადიხართ ქალაქის ზონიდან. ან შედიხართ ამა თუ იმ პრეფექტურის ზონაში. ან ეს აი ჩვენ სოფლებს, რაიონებს გააჩნიათ ეს ადმინისტრაციული საზღვრები. სოფელსა გააჩნია ის სასიცოცხლო საზღვარი, სადაც მან უნდა განავითაროს თავისი კოოპერატივი ან რამე. ანუ ქვეყნის მოწყობა, ტერიტორიული მოწყობა და ქვეყნის ასე ვთქვათ დელეგირება ამ მოწყობის თავისი უფლებამოსილების ეს არ არსებობს საქართველოში. მაგალითად პოლიციელს, ადგილობრივი პოლიციელს ამერიკაში ირჩევენ 2 წლით შერიფს. 2 წლით. არ იქნება, არ შეასრულებს თავის მოვალეობა, რა თქმა უნდა, იმას გამოცდილება უნდა ჰქონდეს, ნამსახურები უნდა იყოს, დამთავრებული, ლიცენზირებული, რეკომენდაციებით და თუ ის არ შეასრულებს თავის მოვალეობას, როგორც წესიდარიგია, იმას გაუშვებენ 2 წლის მერე აირჩევენ სხვას, ისევე როგორც მოსამართლეს, ისევე როგორც პროკურორს. გაიდეძმამიშვილებია და არ შეასრულონ თავისი მოვალეობა, რაც წერიათ კანონში. დაკარგავენ სამუშაოს, სამუდამოდ. წარმოიდგინეთ თქვენ ისეთი რაღაც საინტერესო რაღაცა თქვი, მინდა რომ ამ ყველაფერზე მივაწოდო მაყურებელს ინფორმაცია, აი საზღვრები, ადმინისტრაციული საზღვრები. ალბათ კვირას მე აქ დასასვენებლად რო გავდივარ, ალაგარეთ, ხო? მე არ ვიცი ეს როგორ იმართება და როგორ ხდება, იმიტომ რომ შეიძლება ავტომატურად ცნობს სისტემა ჩემი ტელეკომუნიკაციის გადაადგილების მარშრუტს და ეგრევე მაწვდის ინფორმაციას ოპერატორი, რომ თქვენ გაცდით ამ ზონას, შედიხართ ამ ზონაში და ამ და ამ დროს მოსალოდნელია სტიქიური შემთხვევები და მაფრთხილებენ, რომ გადაადგილება ან ტრანსპორტით იქნება, ან იმ ტრანსპორტით. იცით, ეს რა დონეზეა ავტომატიზირებული, ეს ის სიგნალებია და ეს ის უსაფრთხოების ნორმებია საზოგადოებრივი ყოფა-ცხოვრებისთვის, მაგალითად ეს რო ყოფილიყო შოვი არ იქნებოდა საქართველოში რა, ისმით აი როგორი მომენტებია. კი, ბევრ რაღაცას გათვლი, ბევრ რაღაცას ვერ გათვლი, მაგრამ ელემენტარული აქ სახელმწიფო არა მარტო ადმინისტრაციულ საზღვრებს ცნობს, არამედ ყოფა-ცხოვრებაში იყენებს ამ ყველაფერს მოქალაქეებთან მიმართებაში. ეს არ არის მარტო ის, რომ ჩემი საზღვარი აქედაა და შენი სოფელი იქ დაიწყო, არა. თითოეული მოქალაქე რა მომენტში რას აკეთებს და რა შეიძლება იყოს მის წინააღმდეგ გამოწვეული, აი ამასაც კი აკონტროლებს. ესეთი
ეს არის უკვე სისტემის გამართული მუშაობა, ბაზონოid, მაგრამ ჩვენთან ეს სისტემა არ მუშაობს, იმიტომ რომ არ არსებობს ამ სისტემას. არის პოლიციური თავისას აკეთებს, არის სამხედრო, ისინი ვითომ რაღაცას თავისას აკეთებენ. ადგილობრივი მერები და ადგილობრივი ფეოდალები თავისას აწესებენ. შესაბამისად, საბოლოოდ არავინ არ იცის თავისუფლება მოსილება. არა, ეხლა რო შეეკითხო ნებისმიერ სოფელში დაურეკეთ. მე სოფელს ვამაყვილებ, სოფელია მთავარი განსაზღვრელი მომავალი საქართველოსთვის. სოფელი თუ არ აღორძინა, ქვეყანა ვერ დადგება ფეხზე. ეს 2x2 4-ია. და თბილისში რამდენი სასტუმროც არ უნდა აშენონ და ბათუმში, არა, ქვეყანის ეკონომიკას არაფერში წაადგება, სანამ სოფელში სოფლის მაცხოვრებელი არ გასწორდება წელში. აი ეს 2x2 4 არის, როგორც ამერიკაში აქვს სოფლის მეურნეობა არის უზარმაზარი ბიზნესი. უზარმაზარი საქმე. ბიზნესი კი არა მარტო, არამედ მნიშვნელოვანი სახელმწიფო მიმართულება. და ბოლო ჯამში ჩვენ არ გავაჩნია სასურსათო უსაფრთხოება. როგორ უნდა ვუზრუნველყოთ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება, როცა სოფელი, სოფლის მეურნეობა და საერთოდ ყველა ის დარგი მიმართულება, როგორც თუნდაც იგივე თევზის მრეწველობა და ეს არის მიგდებული, უკონტროლოდ. მოგოჩა აი, ჩვენ რამდენი თევზი დაგვჭა ჩვენ ზონაში დასჯერა და რამდენი ესა, მაგას არავინ არ აკეთებს უკვე. რამდენი აი ვინ აკეთებს? ადრე აკეთებდა ბუნი გარემოს დაცვის სამინისტრო. არ ვიცი კიდევ არის ეგ გარემოს დაცვის სამინისტრო თუ არა, მაშინ რაღაცას მაინც ფორმალურად მაინც წერდნენ, რომ ამდენი თევზი არის, ამდენის დაჭერა შეიძლება, ამდენის არ შეიძლება. და მოდიოდა ხოლმე რაღაც ისენი, რა ქვია, რეკომენდაციები. ეხლა ვინ აკეთებს მაგას? არავინაც არ აკეთებს. თელი ისა, რა ქვია, ეს თურქული იქნება თუ რა ვიცი, ვის ისეინერები, უკრაინული თუ რუსული, იმათ გაფხეკილი აქვს საქართველოს ფსკერი. და შესაბამისად ეს როგორ შეიძლება ეს გაგრძელდეს, ეს აი როგორ გითხრათ, რა როდამდე უნდა იყოს ეს, არა ვინ და მიხედავს, მთავრობა თუ არ აკეთებს მაგას, მთავრობა თუ არ აიმაშვრება. ნუ მოკლედ ძალიან დიდი სამუშაო არის, ბატონ დავით, ქვეყანას პატრონი არ ახავს. ქვეყანას ყავს მომსახურე პერსონალი ბიძინა ივანიშვილის და მორჩა. ბიძინა ივანიშვილს ქარმა არ დაუბეროს, რამე არ წაერთვას, რამე ნიავმი არ ესი არ მიეკაროს და ცუდი ინფორმაცია არ, აი მაგით არიან დაკავებულები ესენი. ქვეყანაზე არ ფიქრობ, მაგათ არც იციან ქვეყანა რა არის. რა რესურსია ქვეყანას, რა პოტენციალია ქვეყანას არ იციან. ბევრმა თავისი ისტორია არ იცის. მსახურობენ, მუშაობენ, მაგრამ აი შეეკითხეთ პოლიციას, აბა პოლიციის ისტორია მოგვიყევი საქართველოსი. იციან, საერთოდ დაუწერია ვინმეს პოლიციის ისტორია საქართველოში. ბატონო გოჩა, ელემენტარული საგანია, რომ არც ისე საუბრობთ თქვენ უბრალოდ მინდა შეგეკითხოთ, მე აქ რასაც უყურებ, სისტემა თითქმის ერთია აქ და ამერიკული, მაგრამ სისტემა რა ნუ მიმართულებები სახელმწიფოებრივი ერთია რა, აღმშენებლობის. თუ არის მაგ, რომ ახალგაზრდა ბავშვებს მიწასთან აძლევენ ურთიერთობის საშუალებას, ეს იქნება თქვათ ან კულტურის მოყვანა, ან იმიტომ რომ მე აქ საფრანგეთში რო უყურებ, ესე იგი პატარა ბავშვები გამოყავთ, პატარა მიწის ნაკვეთები აქვს აღებული. მნიშვნელობა არ აქვს ამას. საფრანგეთი იქნება, ლიონი იქნება, მარსელი იქნება. თქვენ შეგიძლიათ შეხედოთ მილიონიან ოფისებს, რაღა მილიარდებიან ოფისებს და გვერდზე ნახოთ ბოსტანი პატარა გაკეთებული რა. გაოცდებით, იმიტომ რომ და სხვათა შორის მქონია რა ამათთან ესეთი საუბარი ამ ყველაფერზე. ძალიან დიდ მნიშვნელობას აქცევენ ახალი თაობის შრომის უნარიანობას და მიწასთან დამოკიდებულებას. ანუ პირდაპირ ვიტყვი რა, ხელებს მიწაში ასხვევიებენ რა. ანახებენ როგორ მოდის, როგორ აღმოცენდება ეს ყველაფერი და საფრანგეთში ახლა ძირითადად არასდროს არ აკლდა საფრანგეთს იდეოლოგიური დონის მეცნიერები და მოაზროვნეები. აი მაგალითად ვოლტერს აქვს ესეთი ფრაზა ნათქვამი, რომ ჩვენ ვალდებული ვართ გავანაყოფიეროთ ჩვენი ბაღი. ფრანგულად ეს ცოტა სხვანაირად ჟღერს, მაგრამ ეს აღებულია ძველი რომაული ისტორიიდან, ცინცინატუსის ისტორიიდან, როდესაც მომიცხრია ბევრჯერ ეს, რომ იმპერატორი რო წავიდა თანამდებობიდან, თალგამიდარგო თავის ბოსტანში და იმას ანაყოფიერებდა რა. ანუ ესენი ამდენი წელიწადი გავიდა, არ კარგავენ იმას, რომ მიწა, აგროკულტურა და მასზე მუშაობა არათუ დასაცინია საქართველოში, რომ შემოიტანეს ეს მანკიერი ტერმინი სოფლელი, არამედ ყველაფერი იქედან იწყება. და თითოეულმა მოსწავლემ და მოქალაქემ იცის ეს, რომ აგროკულტურა ეს არის ერთადერთი პრიორიტეტული საქმე სახელმწიფოსა და ქვეყნის მიმართულებით.
ყველა ქვეყანაში ესია, ამერიკაშიც ასე არის. აქ ბავშვებს უკვე, როგორ ვითხრათ, ბოლო კლასებში მით უმეტეს უტარდებათ ასე თუ ის რა ქვია, გაკვეთილები, გასვლითი, რომელიმე ფერმერის, რომელიმე რანჩოებზე დახიან აქა, რომელიმე იმაში, რა ქვია, საწარმოში, რომელიც კვაწრზე საწარმოებს, გადიან პრაქტიკებს, ზოგი სასტუმროს ისენიც აქვს, ზოგი რესტორნებშიც ისაა, ბავშვებს უკვე მე ბოლო 3-4 წელი აქეთ-იქით ატარებენ სხვადასხვა მიმართულებით და ისენიც უკვე წინასწარ რაღაცას სწავლობენ, რომ დაამთავრებენ სკოლას, უკვე იციან სად წავიდნენ, რა მოსწონ და რა იმუშაონ, იმათ უკვე აჩვევენ ამას ყველაფერს. ეს აუცილებლად პროგრამის ის არის, ნაწილია სკოლის. კი, და მაგიტომაც ეს ყველა რეგიონში და ყველა ქალაქში სხვადასხვანაირად არის, რა თქმა უნდა, მაგრამ მორგებულია ადგილობრივ საჭიროებას. საქართველოშიც ეგრე უნდა იყოს. სკოლის პროგრამებია გადასახედი, საერთოდ გადასახედია თავიდან ბოლომდე, მაგრამ ვინ უნდა გადახედოს ახლა? არიან მაგის სპეციალისტები, რომ გადახედონ ამ სკოლის პროგრამებს. ჩვენთან დაკავებული არიან იმით, რომ ტრამპი მაგარია, იძახის ქოცები იძახიან ამას, ტრამპი მაგარია, იმიტომ რომ ტრამპი კონსერვატორია. ეხლა გახდნენ ესენი ტრამპისტები და თინა ხიდაშელი გახდა თინა ამერიკანოლოგი. და ყველა აკეთებს შეფასებას ამერიკაში რა ხდება და ეს განსხვავებული იდეის და მრწამსის ადამიანები რო იყვნენ და ეხლა ერთმანეთს უსმენენ ესე შეკითხოს რამდენი სქესი არსებობს ბატონო კოჩა აი რამდენი სქესი არსებობს იმ დონეზე ირონიზირებულია კომიკურია უკვე სიტუაცია გესმით იქ მივდივარ ეხლა ეს თავიდანვე კომიკური იყო რა თქმა უნდა კი არა ეს სპეციალურად არ ვიცი მე სპეციალურად კეთდებოდა მიზანმიმართულად თუ რა ადამიანების სულთე ისინი რა ქვია გაუფასურებული არის ყველაფერი ფაქტიურად საქართველოში და პრობლემა კიდევ იმაშია რომ არავის არ უნდა იმ პრობლემებზე საუბარი რაც საქართველოს მოსახლეობას აზრობს ადრე გასულ კვირასაც ამაზე საუბრობდით არავის არ აინტერესებს საქართველოს ადამიანის საქართველოს მოქალაქის ბედი საქართველოში არავის აინტერესებს ყველა თავის საქმეებით არის დაკავებული საუბრობას არ აინტერესებს არ ზრუნავს არ აკეთებს არ ფიქრობს მომავალზე სამწუხაროა ასე გამოვიდა უნდათ მიზანმიმართულად თუ არა ეგ უკვე ისტორია მაგას დაადგენს მომავალში მაგრამ ჩვენ იმ მდგომარეობაში ვართ რომ საქართველოზე მზრუნვავი მთავრობა არ არის საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს რომ ხალხსაც არ მისცეს საშუალება რომ თავის თავს მიხედოს რა მოკრძალობაში აი მე ჩვენ გასულ კვირას ვისაუბრეთ ადგილობრივ თვითმმართველობაზე რომ სოფელში მაცხოვრებელმა თავის თავს თვითონ მიხედოს თავის მიწას თვითონ მიხედოს თვითონ განკარგოს როგორც უნდა ისე გამოიყენოს გაყიდოს რაღაცა მოყვანილი მოსავალი ასე შემდეგ და თავისი სარგებელი მიიღოს და იმ სარგებელი მოარგოს სოფელს მასზე არავინ არ ფიქრობს და კარგვა არ უნდათ ცენტრიდან არ უნდათ სადავეების გაშლა იმიტომ რომ ამ შემთხვევაში კორუფციულ გარიგებებს ვეღარ მოახერხებენ. აი ეს არის და ეს მაგის ახსნა მხოლოდ ეგ არის და გვეყოლება ჩვენ ღარიბაშვილები და ვიღაც ობეგლეჯიაშვილები, რომლებიც დაკავებულია მხოლოდ მაგით. და მე მაგით ხსნიან თავიანთ, ასე ვთქვათ, თავხედობებს აბუ-დაბიში და რა ვიცი, საზღვარგარეთ, რასაც აკეთებენ, ხო? ანუ თუ სხვა აკეთებს ეს ცუდია და თუ მე ვაკეთებ ეს ღმერთის ნება არის, გამიგეთ? სხვისი მძღნელი არის და მაგათი მძღნელი ოქრო. ხო, ეგრე არის, ეგრე გამოდის. ხო, ეს აი რუსებს აქ კიდე სანამ ჩვენ გვირწყავენ, ისინი ღმერთოები არიან და ჩვენ თუ ვურწყავთ, ეს ღმერთისა და მეფის ნება არის. ასეთი მიდგომით უდგებიან ხალხსაც. და აი ეს ციფრები თქვენ რაც გააჟღერეთ სოციალური ეს კატასტროფა 30% თუ შიმშილი ზღვარს მიღმა. ესე იგი გამოდის რომ ფაქტიურად 80% ოჯახები ფაქტიურად შიმშილობს. კი? და აქ არის ესე ოჯახების ეს მანთხო ერთეული ადამიანები აღრიცხული და ახლა შეადარეთ იქ ოჯახი არის, ხო? ყველა ადამიანის უკან. ყველა მშიერი ბავშვის უკან ოჯახია, დედა და მამა. მე შევეცდები შემდეგი გადაცემისთვის სხვა ისინი მოვიპოვო, რა ქვია, მონაცემებიც და წარუდგინო საზოგადოებას. ამასობაში ბატონო კოჩა მე მინდა კითხოთ რა, საოცარი გეოპოლიტიკურ თემას მინდა შევეხო. მაშინ, როდესაც
მსოფლიოში არა, მაგრამ საქართველოში ტაბუირებულია ჯანსაღი აზროვნება რა. საოცარ განცხადებას აკეთებს ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი და ამ განცხადებას რო ვკითხულობ, აი პირდაპირ წარმოუდგენელია არ დაეთანხმო ნიკა გვარამიას, რომ ტრამპი პრორუსია. ხუმრობით ამას რა თქმა უნდა ვამბობ რა. ესე იგი, სერიოზულად რო ვთქვა, ამერიკის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება ომის დასრულებასთან დაკავშირებით, მან მიმართა რუსეთის პრეზიდენტს პუტინს და პირდაპირ ესეთი დიალოგით, მე მიყვარს რუსი ერი, რუსი ხალხი. და გარდა იმისა, ამბობს, რომ ამ ომში ადანაშაულებს ძველ ადმინისტრაციას და იხსენიებს გერმანიასთან მსოფლიო ომს და 60 მილიონიან დანაკარგს საბჭოთა კავშირის. ხო და იცით რა არის? მე უყურებ იმ ჭრილს, რა ჭრილზეც საერთოდ საქართველოში რამის თქმა ღალატის ტოლფასი იყო. აი მაგალითად საქართველოში ღალატის ტოლფასი იყო, გეხსენებია, ჩვენ ახ სამხედროები ვართ და სხვანაირად ხდება გულზე, მაგრამ მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ადამიანები საერთოდ არაფრად არ ითვლებოდნენ. აი ეგრე. საქართველოში მაგალითად წარმოუდგენელი იყო ლაპარაკი რუს ხალხზე, როგორც ხალხზე. ესმით? მაგი კი არა, სანამდე დავასრულებდი ამ შეკითხვას, ვისარგებლებ შემთხვევით და ჩვენ ლაივებს რო ვწერთ, იქ ზოგმა გააკეთა კომენტარი, გოჩა მეტრიაკოვი ქართველი არ არის, ის რუსია. ხო, თქვენ მე ამასაც შეგეკითხებით თქვენ გვართან მიმართებაში, მაგრამ სანამ გეოპოლიტიკურ თემას მოურჩებოდეთ რა, აი ამ პროპაგანდის დარღვევა დაიწყო თვითონ ზე გეოპოლიტიკურმა სახელმწიფოს პრეზიდენტმა. და პირდაპირ საუბრობს იმ ტონით, როგორც უნდა ისაუბროს სახელმწიფოს ლიდერმა, მშვიდობის მყოფელმა. ნამდვილად ასე ვიტყვი რა და რა პერსპექტივები არის იმისი, რომ თუ არა წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება ეს ყველაფერიო და ავიგებიო და ისეთ სანქციებს შემოვიღებო, რომელზეც ბაიდენს არ აწყობდა წინა ადმინისტრაციის დროს ლაპარაკი რუსეთთან მიმართებაშიო და თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად არის იმის შანსი, რომ ავტონომიური გახდეს პროცესი გარკვეულწილად რა? პირველად იქიდან ავიღოთ, რომ პრეზიდენტ ტრამპის განცხადება თუ შევადარებთ როგორ იყო თქვათ 24 საათში ვაპირებდა დასრულებას როგორც კი პრეზიდენტი გახდებოდა შეიცვალა რა თქმა უნდა იმიტომ რომ იქ ერთია როცა არჩევნებში იღებ მონაწილეობას მეორე როცა უკვე ხელისუფლებაში ხარ და იქ უკვე რეალური სურათი გიდევს იქ რეალური მდგომარეობა არის და იქ უკვე პასუხისმგებლობაც არის ქვეყნის მომავალზე ხო ეკონომიკურ განვითარება ან პოლიტიკურ განვითარება ამერიკა იგივე ქვეყანაა როგორც სხვა უბრალოდ ეკონომიკურად ძლიერი მაგრამ მან გააკეთა ის განცხადება, რაც უკვე ამერიკისთვის არის მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანი ამერიკისთვის არის ის, რომ ეს ომი აღარ უნდა გაგრძელდეს ამერიკელი გადამხდელის ხარჯზე, ისერზე. ეს ფაქტიურად გამოდის, რომ ამერიკა აფინანსებს ამ თავიდან ბოლომდე უკრაინას, ხო? თავიდან ბოლომდე. შესაბამისად ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. პრინციპში შეუძლია გააგრძელოს ამერიკას, მაგრამ მიუღებელია იმ არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც უკვე არსებობს სოფლიოში. მეორე შეცდომა, რასაც უშვებენ თქვათ იგივე რუსეთის მეხოტბეები, თქვათ, თუნდაც ავიღოთ აი პუტინის მოყვარულები და ისინი რომ აი ახლა ის შეიცვლება, ასე იქნება. შეცდომა იმაში არის დავით რომ ამერიკის შეერთებული შტატები არასოდეს არ დარჩება რაიმე გარიგებების მიღმა. იზოლაციონისტური პოლიტიკა ეს გატარება ამერიკისთვის ახლა ყოველად დაუშვებელია. ამიტომაც ის რომ მან დაუშვას რომ რუსეთმა, ჩინეთმა და ვიღაცა ბრიქსმა მათ გარეშე დაიწყოს გადაწყვეტილება სადრა განვითარდეს და სადრა ფული ჩაიდოს მაგას თვითონ ტრამპი რასაც არ უნდა ამბობდეს, თვითონ ამერიკის მთავრობა მაგას არ დაუშვებს არასოდეს. შესაბამისად მისი გავლენა იქნება ყოველთვის დიდი და ძლიერი ყველა ქვეყანაზე, მით უმეტეს რომ არც ერთ ამ ბრიქსის ქვეყნებში მიუხედავად მოსახლეობის რაოდენობისა, მიუხედავად ვითომ ეკონომიკური ისრისა, ამერიკასთან ვერ მოვლენ, იმიტომ რომ ამერიკა ძლიერია მაინც ეკონომიკურად. შესაძლოა უკვე დაუწესა კიდევაც ლამის 100%-იანი ტარიფი თუ შემოიღებდნენ თავიანთ რაიმე საერთო ვალიუტას.
ამიტომ ტრამპი თამაშობს იმ თამაშს, რომ მან უნდა ჩინეთი და რუსეთი განაცალკევოს მაქსიმალურად. ეს ამერიკის ინტერესში შედის. შესაბამისად, მის ინტერესში არ შედის, რომ რუსეთი მთლად განადგურდეს და ასე ვთქვათ, გამოვიდეს დამარცხებული. მას სჭირდება რუსეთი ჩინეთთან დაბალანსების მიზნით, ურთიერთობის დაბალანსების მიზნით. ეს ომი კიდე არის ძალიან უადგილო ადგილზე ახლა გაჩხერილი მისთვის. მეუბნები თვითონ ტრამპი რასაც ფიქრობს და რასაც გრძნობს. ამიტომ მაგი ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ომი დასრულდეს, მაგრამ ამერიკის მთავრობა იყოს, ასე ვთქვათ, ლიდერი ამ ომის დასრულებაში. აქტიურ როლს თამაშობდეს. მაგას გააკეთებს ბოლომდე, იმიტომ რომ რუსეთს თუ შევხედავთ რეალობაში, ციფრებს თუ შევხედავთ, რუსეთში ძალიან ცუდად მიდის საქმე ეკონომიკაში და საფრთხეს მორავით მოყვება, რომ იქ ყველაფერი კარგად არის. ძალიან ცუდად მიდის. აღნიშნა ესეც, რომ რუსეთის ეკონომიკა რა. კი, 800.000 ფაქტიურად 800.000-ზე მეტი ადამიანია მოკლული, ეს რუსეთის მხრიდან, მოკლულს და დაჭრილები 3 მაგდენი, ეს 2 მილიონს ახამატება უკვე დანაკლისები, დამატებითი, რაც რუსეთმა განიცადა ამ ომში. მე აღარ ვამბობ, რომ უკრაინის ეკონომიკა არის განადგურებული და გაუბედურებულია 8 მილიონზე მეტი ადამიანი. შესაბამისად ეს ომი უნდა დასრულდეს და შეეცდებიან მაქსიმალურად დაასრულონ, ვიდრე ეს გავა კონტროლის მიღმა. ეს რთული იქნება, ბატონო დავით, აქტიური ფაზა მოქმედებებისა შეერეული ძალებისა შეიძლება ამ წელიწადს გაჩერდეს, მაგრამ ომი რუსეთსა და უკრაინას შორის კიდევ 5 წელი მინიმუმ გაგრძელდება, ეს იქნება ყველა მიმართულებით, კრიმინალური ფრონტი, საიდუმლო ფრონტი, ეკონომიკური ფრონტი, ფინანსური და უბრალოდ ადამიანურ დონეზე, პირად ურთიერთობების დონეზე იქნება საქმეების, ასე ვთქვათ, გარჩევები. ამხელა უბედურების მერე თქვენ წარმოვიდგინეთ, ძალიან რთული არის ადამიანს დააჯერო, რომ ის მეზობელმა, რომელმაც ის ჩაიდინა რაღაცა ისა, იმას აპატიოს. არ არსებობს ყოველთვის ვერ იდებოდი მე ამ თემას, უკრაინულ თემასთან მიმართებაში, რაიმე დონის რაღაცა განსხვავებული ბლოგები ან რაღაცა. მე ყოველთვის ვფიქრობდი და მჯერა, რომ ეს არის ომი ფაქტიურად ერთ რასას შორის და ერთ სისხლს შორის, იმიტომ რომ ესენი სლავები არიან და ადრე თუ გვიან თუ როგორც იქნება არ ვიცი ეს, როგორც მოხდება არ ვიცი. თუ ვინმეს ამაში ხელი აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ესეთი ზიზღი არ გვხვდება და არ კეთდება რა. ზოგადად მიმაჩნია, რომ ყველა ომი შეცდომა არის, მაგრამ ეს ომი ალბათ საუკუნის შეცდომა იყო ამ ორ ერს შორის. რა თქმა უნდა, ეს პუტინმა რაც ჩაიდინა ბატონო დავით მაფათიაშვილი, ეს არის ნიშნულობა არ აქვს, ასე ვთქვათ, დაუჯეროთ ახლა ოცნებას მსოფლიო ომის პარტიამ რა ჩაიფიქრა, თუ მსოფლიო ომის პარტიამ ჩაიფიქრა ეგ ომი, მაშინ აღსრულებელი ვინ არის მაგ ომის პირველი? პუტინი, ხო? ესე იგი პუტინი გამოდის მსოფლიო ომის პარტიის შნირი. და შესაბამისად დააშვებინეს ის შეცდომა და გააკეთებინეს ის, რაც არ უნდა გაეკეთებინა და რომელიც ეწინააღმდეგება და თვითონ რუსეთის და რუსი ხალხის ინტერესებს. ზოგადად გვამი არის სვავები ყოველთვის სარგებლობენ ძალიან მერტულებით და არც ერთი ომი იქ ძალიან რთულია ომში მოძებნო დამნაშავე. ომამდეა საჭირო დამნაშავეების ნახვა, თორე ომი ყველაფერს მოწერსო რა, რო არის ნათქვამი, სწორედ ასე მიდის, მით უმეტეს მე და თქვენ ომის მონაწილეები ვართ და აი მოგიყვებით მხრიდან დამნაშავე დაჭირდა. მოგიყვებით ბატონო დავით, ერთი ის არის რომ თვითონ ომი მნიშვნელობა არ აქვს, ომს რა უძღოდა წინ. აი მაგალითად სტალინი რაც ჩადიოდა თუნდაც ფინეთში, თუნდაც ბალტიის ქვეყნებში, თუნდაც დასავლეთ უკრაინაში, როდესაც ოკუპაცია გაუკეთა და NKVD შევიდა, იმაზე აღარავინ საუბრობდა იმის მერე, როცა უკვე გერმანიამ, ასე ვთქვათ, ოფიციალურად გადალახადის დადგენილის ეგრეთ წოდებული საზღვრები და შეუღია საბჭოთა კავშირს. ყველამ დაადანაშაულა გიტლერი და არა სტალინი. თუმცა სტალინი არანაკლები დამნაშავე იყო მაგ ომის გაღვივებაში, იმიტომ რომ მას თავისი მიზნები ჰქონდა, მაგრამ ეს მიზნები, ასე ვთქვათ, ჩაუვარდა გიტლერმა დაასრულა. მაგ შემთხვევაში სტალინს აღარავინ იხსენებს. სტალინი გამოვიდა როგორც მსხვარი, ასე ვთქვათ, რა, მსხვერპლი. და გიტლერი გამოვიდა როგორც მგელი, რომელიც უნდა დაისაჯოს. ორი კვირით რო დაეგვიანებინა გიტლერს, სტალინი იქნებოდა მგელი და გიტლერი კიდე მსხვარი.
ეს სამწუხაროდ ეს ხელოვნება არის, ეს დიდი ხელოვნება არის და ზუსტად აი სტალინი აკეთებდა იმას, რასაც აკეთებდა იულიუს კეისარი, რასაც აკეთებდა ნაპოლეონი, რასაც დიახ. აკეთებდა მარკუს ავრელიუსი და თუ გინდ რასაც აკეთებდა ალექსანდრე მაკედონელი. ზოგადად მე ბევრს არ მოწონს, ბევრი აგინებს, ბევრი გასაგებია, ყველას თავის შეხედულება აქვს, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ის სიმაღლეა, სადაც უკვე განსჯართულია რა. ის თავის დროის, თავისი, ისე თქვა, დონის, მაღალი დონის ხო, იმ ეპოქის მაღალი დონის პოლიტიკოსი და მოთამაშე იყო საერთაშორისო არენაზე. ორი აზრი არ არის მაგაზე და ახლა იმან იმდენი მოახერხა, რომ ამერიკის პრეზიდენტი და თვითონ უინსტონ ჩერჩილიც კი დაითანხმა და გახადნენ მისი გამხმარეები და ახლა ყველანაირად დაუდგნენ, ასე თქვა, გვერდში. ეს მოახერხა, მასაც მოხერხება უნდა. საფრანგეთში არის სტალინგრადის სტალინის ქუჩა, სტალინგრადის სახელობის მეტრო, სტალინგრადის სახელობის ქუჩა არის ყველა დიდ ქალაქში. ლიონი იქნება, პარიზი იქნება, თუნდაც პერიფერიული ქალაქი რო არის მულუზა, სტრასბურგთან ახლოს, ხო? აი იქაც კი არის ესეთი ქუჩა და სკოლაში ახლა ჩემს შვილსაც ასწავლიან სტალინგრადის ბრძოლის, აი თქვენ წარმოგიდგენიათ? ჩვენთან ამაზე საქართველოში საუბარი დანაშაულია გესმით და აქ თუ არ ჩააბარა გამოცდა იმაში თუ რა მოხდა სტალინგრადის ომში, როგორი პრინციპული იყო ეს მთელი ევროპისთვის და ფაქტია ხო საფრანგეთისთვისაც, რომ დღემდე თაობები რამდენი თაობა შეიცვალა, მაგრამ ისტორია არის ის საგანი, რომელსაც ვერავინ ვერ გადაუვა აქ. ყავს ცუდინანი ისტორიაში ვერ გადახვალ, ვერ მიაღწევს სათანადო სიმაღლეებს და მე თვითონ უთხარი მოუყევი სტალინგრადის ბრძოლის მნიშვნელობები, მიუხედავად იმისა, აძლევენ ეგრეთ წოდებულ ფიჩებს, სადაც ეწოდება მას ინფორმაცია, მაგრამ ჩვენთან ესე არ ხდება, როცა ამხელა მსხვერპლი გვაქვს ამ ომში და მე ძალიან მომენტკივა ბატონო გოგო. ჩვენ აი გეტყვით ბატონო დავით, ეს პრობლემა ჩვენ საქართველოში ის არის, რომ საქართველოში, როდესაც ეს ასე ვთქვათ, სააკაშვილი გახდა პრეზიდენტი, მოხდა თაობათა წყვეტა ოფიცრებს შორის. ანუ გამოცდილმა ოფიცრებმა ვერ მოასწრეს გადაეცა გამოცდილება ახალგაზრდა ოფიცრებს. ისე მოაცილეს უცბად მთავრობას და მოესახე თანამდებობებს ან რაღაც მეთაური იყო, ან ასეულის მეთაური იყო, ან ისე, მაგრამ არ იყო ახლა ნაციონალების მხარდამჭერი და გაანთავისუფლეს და მოიყვანეს დანიშნეს სერჟანტი, გახადეს უცბად ლეიტენანტი. ეს ლეიტენანტი გახადეს პოლკოვნიკი და ზოგიერთი თანამშრომელი იყო ომში ჩაერთო, მათი საერთო წლოვანება საშუალო იყო სულ 26-27 წელი, ბატონო დავით. ეხლა შეხედეთ 26-27 წლის ადამიანმა როგორც არ უნდა ძალიან ჭკვიანი იყოს, რა გამოცდილება უნდა ჰქონოდა, რომ ომი წარემართა. ხო, ანუ ჩვენ დავკარგეთ ის ოფიცრები მერე თავრო ოფის, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება 2012 წელს, არ დააბრუნეს, არც გამოიყენეს არაფერში და არც გაესაუბრენ, არც ივანიშვილი არც ერთხელ არ შეხვედრია სამხედრო სისტემაში მომუშავე პერსონას. არც ერთხელ არ დალაპარაკებია მათ პრობლემებს. მათ რა სჭირდება ჯარს, არაფერი რატო გჭირდება ჩვენ ფლოტი, რატო გჭირდება ჩვენ ავიაცია, როგორი უნდა იყოს ეს ავიაცია, ეს ფლოტი, როგორი უნდა ყავდეს ჯარი, მაგაზე საერთო მსჯელობები არც მიდიოდა. მერე კიდე ვინ უნდა იმსჯელოს, შეხედეთ ვინები იყვნენ პრემიერ-მინისტრები. არც ჯარში ნამყოფი. კარის კაცები, კანცელარიის ვირთხები და ასე შემდეგ. სულ ყველა ერთად აღებული. ან კიდე საკრედიტო ბარათების მეჭდავები. თავისივე ბანკში. იმათ რომელი ჯარი და რომელი სახელმწიფო უნდა ეშენებინათ. მერე სამხედრო ისტორია ვინ უნდა ასწავლოს, ბატონო დავით. წარმოდგენაც არ აქვს რა არის სამხედრო ისტორია. მაგათ ამ ადამიანებს ცხოველური შიში აქვს საფორმიანი ადამიანის მიმართ. მე მგონი სამხედრო ფორმიანი ადამიანის მიმართ. მათთვის მისაღებია პოლიციელი, რომელიც ასე თქვათ, ძაღლივით გაუშვებს და დააკეფებინებს და ასე თქვათ, გააკეთებინებს იმ საქმეს, რომ თავისი რეჟიმი იყოს დაცული. და ასეთი მთავრობები ყავდა ჩვენ სულ ბოლო 20 წლის მანძილზე. მაგიტომაც მოხდა ის, რაც მოხდა. ხალხმა არ იცის რეალობა, ხალხმა არ იცის თავისი შესაძლებლობები, ხალხი დაშინებულია. ვინც იცოდა, ვინც რამე ისწავლა, ყველა გაყრილებია ჯარიდან. ყველა აბსოლუტურად არავინ არ არის ჯარში დარჩენილი. ჩვენ რამდენი გვაქვს ჯარი, ისაც არ ვიცით.
ჩვენი სამოქალაქო თავდაცვა არ არის ორგანიზებული. ჩვენ საზღვაო თავდაცვა არ გაგვაჩნია ბატონო დავით. ეხლა ანდერ რა ვიცი, ეხლა რუსეთმა რომ მოინდომოს და დასვას ერთი კატერი ფოთის გასწვრივ, რას ვაკეთებთ? მაგის საშუალებაც არ გვაქვს, რომ ჩვენი ის კატერი გავდევნოთ. რა ბატონო არაფერი არ გაგვაჩნია, ჩვენ თავი რომ დავიცვათ. ბატონო გოჩა, ამავდროულად მე ვიტყვი, რომ რა ეწოდება ინფორმაცია საზოგადოებას და ვისი სახეები ტივტივებს სოციალურ ქსელებში. მე ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, იმიტომ რომ მათია ეს სოციალური აქტივობა, რამდენჯერ მოხდებიან არასწორად ესენი სოციალურ აქტივობაში, იმდენჯერ მექნება პასუხი. ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიპარა ეგრეთ წოდებული დეზერტილი შაიშმელაშვილი და გადაცემები მოუწყვეს, რომელიც მერე გააჟღერეს ტელევიზიით, რაც მან ქვეყანა დატოვა მაგ. ტრამპს ძალიან მძიმე პოლიტიკა აქვს საემიგრაციო ეხლა. გარდა ამისა, მეც გამოვაგზავნე გარკვეული დოკუმენტები როგორც პოლიტიკურმა დევნილმა და როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარემ ამ ადამიანის ჩადენილი დანაშაულების შესახებ, მაგრამ აქ სხვა შემხებლობასთან აქვს საქმე, ესე იგი, კეზერაშვილი, რომელიც ისრაელში ცნობილია დეზერტირად, თქვენ ალბათ მოგეხსენებათ ამის შესახებ, გამოყავს მის ტელევიზიაში შაიშმელაშვილი, რომელიც ანალოგიური მიმართულების ადამიანია, ჯერ დაანგრია შეიარაღებული ძალები და იქ იყო, მერე გადმოვიდა, როგორ ხდება ეგ არ ვიცი, შეიარაღებულ ძალებში იყო სატანკო ძალების სპეციალისტი და მიმართულების სპეციალისტი და მერე გახდა დარბევის სპეციალისტი და გედედეს ხელმძღვანელი. არ ვიცი, ასეთი თანამდებობრივი ტრანსფორმაცია თუ შეიძლება ერთ საათში მოხდეს, ვერ გითხრით. ვერც სიტყვით გამოდის ტელევიზიით და ლაპარაკობს იმას, რომ როგორი ცუდია შინაგან საქმეთა სამინისტრო 12 წელიწადი ემსახურა ამ სისტემას, ივანიშვილის სისტემას რა. გახარიას დროს მოსული და გახარიას დაწინაურებული და ლაპარაკობს და ინსტრუქციებს იძლევა, თუ რა დესტრუქცია უნდა გაუკეთონ პოლიციას რა. აი ესეთი ტიპები, ბატონო გოჩა, ცუდად დაწინაურებულები. დავით თევზაძეს უყვარდა ამ სიტყვის ხმარება რა და მართლა ბრძენი კაცი არის, ძალიან დიდი გამოცდილების ადამიანია დათო. და გავიმეორებ მაგას, რომ ცუდად დაწინაურებული ადამიანები, რომლებმაც იგრძნეს ძალიან ცუდი ძალაუფლება ხელში. კაცო, კიდევ ერთხელ ვიტყვი რა, ჩემ დანაყოფში იყო შტაბის უფროსი და ჩემმა ჯარისკაცებმა მისი დედის შეურაცხყოფისთვის გალახეს და აქ იმ დედის პატაკი, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენა, არც ერთ შემთხვევაში ასეთი ადამიანების საქმის გამოძიება არ მომხდარა და ასეთი ადამიანები წინაურდებოდნენ ბატონო გოჩა თანამდებობაზე და ასეთ ადამიანებს ექვემდებარებოდა პირადი შემადგენლობა. და დღეს გვაჯერებს, რომ ეს ხალხი არიან სახე ძალოვანი უწყებების. არ არის ახლა, იმიტომ რომ ჩვენ ძალოვანი უწყება, არ ვიცი ახლა მე შინაგან საქმეთა სამინისტრო ეს დიდი ორგანიზაცია არის, მართლა დიდი ორგანიზაცია, თავდაცვის სამინისტროზე დიდი არის, 75,000 თუ მეტი არა ადამიანიც მუშაობს იქ. ეს არის დიდი, ასე ვთქვათ, ორგანიზმი და მაგრამ არანაირი სისტემა არ არსებობს მათი კონტროლის, დაწინაურების, ან რაღაცა სამსახურეობრივი, ასე ვთქვათ, დაწინაურების სქემა, როგორ შეიძლება ადამიანი იყოს დანიშნული მაღალ თანამდებობაზე. მე არ ვიცი ახლა საქართველოში რა არის, როგორ არის, მაგრამ ფაქტიურად ჩვენ, რასაც ვეძახი ძალოვან უწყებებს, ბატონო და ჩვენ ძალოვანი უწყებები არ გაგვაჩნია, ჩვენ გაგვაჩნია, ასე ვთქვათ, ერთი კაცის რაღაცა შეიარაღებული დაჯგუფება. ეგრე გამოვიდა. აქ ამ დონეზე დავიდა უკვე. რომელიც თავის აქტივებს იცავს, მორჩა, იქ სახელმწიფო აღარ არის. ქვეყანა მიაქვს სამწუხაროდ ბანდიტიზმს, ქურდებს, ყაჩაღებს, მიდის განუკითხაობა ქუჩებში, ცემა ტყეპა და ამ შემთხვევაში მეორე მხრიდან შევუდგეთ ბატონო დავით. აი მიდის ცემა ტყეპა თქვენ თვალწინ ვიღაც ჯგუფები და პოლიციის უფროსი კიდე მათ ეხმარება. ახლა რა უნდა გააკეთოთ თქვენ? აი რიგითმა ადამიანმა, რომ შეასრულოთ თქვენი სამოქალაქო ფუნქცია. თქვენ არიცით ის ჯგუფი ვინ არის და პოლიციის უფროსი მათ ეხმარება. ახლა მე გეტყვით მაგაზე რაც უბრალოდ მაგალითს ვამბობ, მაგალითს. ძალიან მარტივ პასუხს გაგცემთ მაგ ყველაფერზე, ესა დისპუტი. აი როგორც მორჩილმა მოქალაქემ რა უნდა გააკეთოთ თქვენ ამ შემთხვევაში? ბატონო გუჩა, ეს ხო არ არის შემთხვევა, რომელიც იმ წუთას მოხდა სპონტანურად
როდესაც პოლიციამ ხულიგნებთან ერთად მოქალაქეზე იძალა და ეს ხო არის დაგეგმილი, პლანირებული შემთხვევა მათი ურთიერთ სინქრონისა, როდესაც მათ იძალადეს საზოგადოებაზე, ხო? მოდი აქედან დავიწყოთ. კი, კი. მოდის დანაშაულის სათავე ვიღაცის კაბინეტში ორგანიზირებული კრიმინალური აქტია, ხო? ეს არ ხდება მეორე და მესამე ადამიანების დონეზე. მოდი ესეც ვილაპარაკოთ რა. კი, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მაგიტომ ახლა შაიშმელაშვილის რატო გიკვირთ ერთი მიკვირს. არა, მე განამტონო გოჩა, არა. მე ცხოვრებაში თქვენი არ იყოს იმდენი რამე. შაიშმელაშვილი მაშინ აი გულითად ფოთის ჭაობის როა, ჭაობში ერთი კოღორი დაფრინავს იმის დონეზეა მარტო. არა. შეადაროთ ყველაფერს. არა, მე ის ხდება, იცით, საზოგადოებისთვის არის ლაკმუსის ქაღალდი. ის გებულობს ამით, გესმის, იმიტომ თქვენ იცით, ესა დახურული სისტემა. იქედან ადამიანების სახეები არ ჩანს, მაგრამ რაც ერია, ის არის ბერი, გესმით? ზუსტად ამას ვამბობ, თორე შაიშმელაშვილზე კი არა მაქვს ლაპარაკი. უამრავ 2.800.000 კაცია ბატონო გოჩა დევნილი ქვეყნიდან და ეს სტატისტიკა რაც წავიკითხე, საშინელი სტატისტიკა ბავშვების გარდაცვალების და იცით როგორ იწყებს ჟურნალისტი მასთან საუბარს? აი ბავშვები ხო კარგად არის, ხო კარგად მოეწყვნენ მაგ ამერიკაში. ვითომ ეხლა ამერიკა კონგო იყოს მაგ, რომ თურმე იქ ჩასული ბავშვები ან წამებას, ან მკვლელობას, ან ვიღაცა მივიდეს და შეჭამოს იქ აბორიგენულმა ტომებმა. როდესაც ბილეთი აიღო და პირდაპირ გადმოფრინდა თბილისის აეროპორტიდან ამერიკაში დაწვა, ქართველები თუ ემიგრაციით შემოდიან ამერიკაში, რისი გადატანა უწევთ ჩერეს მექსიკის გავლით, მაგით თქვენზე კარგად არავინ არ იცის, სავსეა. უკვე აღარ უშვებენ. ხო, უბრალოდ მე აქ რაზე მაგიცით ლაპარაკი და ისევ სიყალბეზე ბატონო გოჩა. თორე განა პერსოფინიფიცირებამდე დავდივარ. რა თქმა უნდა, ბატონო, მე მაგას ხას ვუსვამ, რომ ჩვენ არ გვაჩნია ძალოვანი სტრუქტურები, ჩვენ არ გვაჩნია სახელმწიფო აღარ არის, ბატონო დავით. სახელმწიფო ახლა ინერციით მიდის უკვე. სახელმწიფო სტრუქტურები ინერციით მუშაობენ. იგივე ჩვენი აი როგორ არის იუსტიციის სახლებიც ისინი ინერციით მუშაობენ. ჩვენი მთავრობა დაკავებულია თვით გადარჩენით. თავის იმის ტკიცებით, რომ ჩვენ ლეგიტიმურები ვართ, იმის ტკიცებით, რომ ჩვენ ეს აი ინვესტიცია მოვიზიდეთ, ყოველდღე უწევთ კითხება, რომ მათ ლეგიტიმაცია დაი რამენაირად გაიხანძლიონ არ დაამტკიცონ ან უფრო მეტი მიიღონ. მაგიტომაც ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გავაჩნია. თვითონ სახელმწიფო მეთაურს თქვათ პრემიერ-მინისტრო ამის გაკეთება უწევს, ყოველდღე ამის ტკიცება. იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სახელმწიფო არ არის. ხალხი არ ცნობს. არც გარეული, არც შინაური და ვართ რაღაც, ასე ვთქვათ, გაურკვეველ ფორმაში, პლაზმაში, ასე ვთქვათ, რომელიც ვერ იცის რა ფორმა უნდა მიიღოს ჯერ და ვერავის ვერ გაურკვევია რა გააკეთოს შიგნით. და გარედანაც არ იცმის არაფერი. მაგრამ ძირფესვიან ერთადერთი გამოსავალია ეს არის არჩევნები, ბატონო დავით. არჩევნებმა უნდა განმოხტოს მდგომარეობა. განმოხტავს მდგომარეობას, კაც შენ თუ ძლიერი ხარ, სადაც მოიგებ, ახლა გეშინია ახალი არჩევნების, ხო? არა, არ არიან ძლიერები, თქვენ კარგად იცით, რომ ძალიან ეშინიათ. როგორც არის, რაც არის რეალობა ის უნდა გაკეთდეს, ქვეყანას წაადგება ბოლო ჯამში, ეს ყველა მოიგებს. ოცნებად მოიგებს. თუნდაც ესეთი ოპოზიციაც მოიგებს, ყველა მოგებულში დარჩება, ამ შემთხვევაში განიმუხტება. და ხმას მისცემს რა ერთხელ ვინც არ მიდიოდა ისიც კი მივა რა. ხო, განიმუხტება სიტუაცია. ეს არის განმუხტვა არის, საჭირო. აი ამ სოციალურ ფონზე რაც არის, იმ ომიდავიდარაბა, რაც ქვეყნის გარშემო მიმდინარეობს, ჩვენ ახლა ეს ქვეყნის შიგნით რაიმე დაძაბულობა საქართველოში, რაიმე განუკითხაობა ასეთი და ისა არავის არ უნდა აწყობდეს, არც ერს, არც ბერს და არც არავის არც მუდელს და ასე შემდეგ. ეს ჩვენ სულ ინტერესში არის ესა. ჯიბუტად კი არ უნდა დადგენ, რომ არა მე მინდა, მე უნდა ვიყო და მე ამირჩია ხალხმა და მე ესა და მე ისა. თუ აგირჩია რისი გეშინია გააკეთე გასო. შენ თუ იცი მათემატიკაში ძლიერი ხარ და იცი რომ ტესტ ჩააბარებ, რა გიჩვენე? ჩააბარებ ერთხელ, მეორედ, მესამე და არის ერთხელ 10-იანს მიიღე, მეორეზე 9-იანს, მესამე 8-იანს, რა მნიშვნელობაა, ხო ჩააბარებ მაინც, ხო? აიღებ რაღაცას. მაგიტომაც გააკეთე და განმოხტე ვითარება. ეს პირველი რაც უნდა გაკეთდეს, განიმუხტოს პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყნის შიგნით. ისინი ბევრი ამბობს, რომ არ არის პოლიტიკური დაძაბულება, ეს რაღაც კრიმინალები არიან, რაღაცა პატარები, ესე იგი. ოცნება ოპოზიციას კრიმინალებს ეძახდეს, ან გაერთიანებულ ნაცებს,
და პირიქით ისინი ეძახიან იმათ არალეგიტიმურ იმას და პლუს ხმარ თავის ლობისტებს ჩართავენ ხოლმე ევროპასა და ამერიკაში, რომ ეს რამენაირად აირდაირიოს და დაიძაბოს უფრო მეტად. ამიტომ ეს ქვეყნის ინტერესებზე გამოვიდა, რომ არც ოცნება მუშაობს და აღარც ოპოზიცია. ოპოზიციას იმის ძალა არ აქვს, რომ რა ქვეყნის შიგნით რამე შეცვალოს და მუშაობს ქვეყნის გარეთ. მთავრობის წინააღმდეგ. მთავრობას იმის ძალა არ აქვს, რომ ქვეყნის გარეთ რაღაცა ამტკიცოს და მუშაობს მაქსიმალურად, რომ შეინარჩუნოს თანამდებობა ქვეყნის შიგნით. და გამოვიდა, რომ იმის მაგივრად, რომ ორივე დაკავდეს ქვეყნის აღშენებლობით და ქვეყნის წინსვლით, დაკავებულები არიან ერთმანეთის, ასე ვთქვათ, ჭამით, საერთაშორისო დონეზე გინდა თუ ქვეყნის შიგნით გინდა. ამ შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს, იქ რა უნდა აღმოცენდეს, რა უნდა გაიზარდოს, რომელი ინვესტიციები უნდა მოხდეს, ან რა უნდა განვითარდეს საერთოდ. არაფერი. და აი ეგ ციფრები თქვენ რაც გაქვთ, მეორე წელს უფრო უარესი იქნება კიდე. იმიტომ რომ ეს გაიზრდება. თუ ეკონომიკა არ მუშაობს, არაფერი არ მუშაობს. ეხლა რო იძახიან, რომ გაიზარდა ინვესტიციები, ეს აი მეუბრალო მოსახლეობაზე ეს რით აისახა. არავინ არ იცის, არაფერი აი ელემენტარულად აი იმათ რა 35 ლარი მოემატა პენსიონერს პენსია? რატო არ შეიქმნა საწარმოები რაიმე? სოფლის მეურნეობა რატო არ ვითარდება? რატო არ ვითარდება სხვა რაღაც საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ის დარგები, გინდა ენერგეტიკის სფერო, გინდა საზღვაო გადაზიდვები, გინდა ქვეყნის საზღვრები რა დღეშია, დემარკაცია, დელიმიტაცია სად არის? ქვეყანამ არ იცის სად გადის ესენი. სოფლებს არ გააჩნია თავისი საძოვრები, სოფლებს არ გააჩნია თავისი საზღვარი, არ იციან როგორ განვითარდნენ, საით რა გააკეთონ. ანუ იმდენი რამეა გასაკეთებელი, რომ ქვეყანას კიდე დასჭირება 1-20 წელი თავაუღებელი მუშაობა, რომ ქვეყანა რამენერად დადგეს ფეხზე. და იმის მაგივრად რომ ეს გააკეთონ, პირიქით ერთმანეთს ჭამი. ბატონო გუჩა, იცით რა არის? ესმის, რასაც ვცანებთ, რასაც ამბობ, ძალიან კილოული თემაა და რეალური თემაა, მაგრამ ნდობა იქეთა მხარეს, აი თუნდაც ოპოზიციის მხარეს რა. ერთი ცხრისკენ და ერთი მგლისკენ რო იწვიან რა. არანაირად ეს ხო აი რაზე დგას დღეს ქართული ოცნება, რა ბალასტია დღეს რა. ეს არის ჩვეულებრივი მიქსი. ეს ხო ივანიშვილს თავისი ძუძუმკერდიდან არ გამოუწოვია რა. თავი მამაკაცის რძე კი უყვარს ასე თქვა, მაგრამ ხო ეს ხო არის ყოფილი ნაოპოზიციონარები, ნანაციონალური ბანალახი ხალხი, ნარესპუბლიკარი ტიპები და კიდე ისინი ანასხლეტები ვინც არიან რა, სხვადასხვა უამრავი მათგანი თვითონ ყავდა იქ ხელისუფლებაში რა, დღეს ოპოზიციაში არის. ამიტომ საზოგადოება ჩავარდა სრულ ნიჰილიზმში. სრულ ტოტალურ ნიჰილიზმში ჩავარდა. თან ამას ემატება ის, რომ მთავრობა ახალი პარტიების ჩამოყალიბებას ხელს უშლის, არა რეგისტრაციას უკრძალავს, ან და თუნდაც იმ ალტინფოს რატო აუკრძალეს რეგისტრაცია. მე რა რომ ისინი იმათ რა გარკვეული ან რაღაცა ისეთი პოზიცია უკავიათ, არ ვიცი რანაირი პოზიცია, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. თუ ეხლა ფაშისტური არ არის, რატო აუკრძალეს პარტიას ისა რა ქვია, ცხოვრების და რაღაც მოღვაწეობის უფლება. მაგ ტიპებთან სხვა მიმართება იყო, მე მათ ძალიან კარგად ვიცნობ, მას დედრიწოდებულ ლიდერს, მაგრამ ზოგადად დეკლარირდა როგორც ასეთი პარტია, უნდა მონაწილეობის მიღება და კი, ნამდვილად არ უნდა ეეკრძალათ. ეხლა ვხედავთ იმისა, რომ ძალიან კარგად ვიცნობ თვითონ ვინ არიან, ესენი არიან ნაძირალათა ქვედანაყოფი, ორიენტირებული ქართული ოცნების ინტელექტზე და მოინდომეს უფრო მეტი და უკვე გააჩერეს რა. ესეთი ნუ არა, ეს სხვა საკითხი არის. მე ვამბობ გარედან რა ჩანს. ჩვენ არა ვართ მე მოდისო რო არის. ხო და აი თუნდაც აი ახლა მე მოვისმინე რომ აი ეს რო არის რა ქვია. გიგა ბოკერიას და მისი მეუღლეს აპირებდნენ დაფუძნებას რაღაც იმის რა ქვია, პარტიის და არ დაურეგისტრირეს ვითომ არ მივარგა წესდებაო, ეხლა იურისტები არიან და ეხლა წესდება ვერ გააკეთეს მთელი ცხოვრება მაგით არის რა. არ უნდა ვერ იტანდე ბოკერიას და როგორ უნდა ჯანსაღი კაცი ბოკერიას მთელი ცხოვრება ცოლი და ქმარი დალპა არჩევნებში და მამაძაღლობაში რა და მაგათ შეიძლება კი ტოტალისტური რეჟიმი, რომელიც ვერავის ვერ
ვერავის ვერ იტანს, ეს ამდელი უბედურება. ო და არავის არ რეგისტრირება. აი მე ახლა გეტყვით კიდევ ერთი არის, რომელსაც უნდა დაერეგისტრირებინა ჩვენ ვავსებთ ნასტობი, იმასაც არ დაარეგისტრირებინეს. საერთოდ საერთოდ რო არც არ ყოფილან არც იქით არც აქეთ. და ბევრ ადამიანებს არ ატარებენ. ანუ როგორც კი ხედავს მთავრობა, რომ მათ შეიძლება საფრთხე შეექმნეს და გამოჩნდეს მესამე ძალა, თავში ძირშივე ცდილობენ მოხვდეთ. სპობს არა ხო, მარტო და ბოლო ჯამში, ბატონო დავით, ბოლო ჯამში ეს მათ შემოუტრიალდება სასტიკად. კაცრად კი არა, სასტიკად შემოუტრიალდებათ. აი განსხვავება რაში არის. მაგიტომ მათივე ინტერესში უნდა შედიოდეს, რომ ხალხმა თვითონ გამონახოს, რომ რაიმე დასაყრდენი ძალა მოიყვანოს და თავისი ნება აღასრულოს. და ეს ჭეკლასის ასე თქვათ ვითომ პოლიტიკოსები და ეს ოპოზიციონერები, რომ ხელს უშლიან ქვეყნის განვითარებას, თუ ასე გააგრძელეს, ბოლო ჯამში ჩვენ ქვეყანა დაგვენგრევა, ბატონო დავით. ჩვენ საქართველო იქნება მხოლოდ ტერიტორიის დასახელება რა, გეოგრაფიული, მეტი არაფერი. ბატონო გოჩა, არა მარტო პოლიტიკურ ორგანიზაციებთან აქვთ პრობლემა. აი ხა დღეს ამერიკა მე ვიტყვი რომ უსამართლო დაჭერილი ბიჭი იყო, აი გახსოვთ მაშინ რაღაც აი მსხვერპლი რომ უნდათ რა, საკრალური მსხვერპლი ხანდახან ეს მათი ბატალიები მაგონებს შამანურ რაღაცა რიტუალს რა, მსხვერპლი რომ უნდა შეწირონ, ვიღაცა რომ დაიჭირონ. მთელი ოპოზიცია და ჟურნალისტები რო არიან ატყუებული, აბა ვის სისხლს მიიღებენ. კი, ხდება ხოლმე ესეთი რაღაცები. უდანაშაულოდ რომ დაიჭირეს, მაშინ დათო კუტალაძე რა. და ვიღაცაზე იძალა და ჯგუფურად მოკალი ასეკენ. ყველანაირი მტკიცებულების გარეშე კაცი 2 წელიწადი ყავდა ციხეში. ესეთი რაღაცა მარტო საქართველოში შეიძლება მოხდეს. თუნდაც ახლა მე მათ იდეას არ ვეთანხმები რა, ფაშიზმი, რის ფაშიზმი, მაგრამ ბიჭო, ის ბიჭი გიორგი ჭელიძე რა, ჩასვეს ციხეში 3 წელიწად ნახევარი, იცით რისი გულისთვის? ჩვენ სამხედროები ვართ და ვიცით რა განსხვავება საბრძოლო მასალას შორის და იმ სამონადირეო ტყვია-წამალს შორის, რომელიც იყიდება ყველგან მაღაზიაში. კაც დააბრალეს, რომ საბრძოლო მასალა ჰქონდაო სახლშიო. 3 წელიწად ნახევარი ჩასვეს და ზუსტად ის ტყვია-წამალი იყიდებოდა სამონადირეო მაღაზიაში. და როცა ეს თუ კარგი მქონდა ჯერ ჩამიდებით, მაგრამ თუ მქონდაო ეს რატო იყიდება სამონადირეო მაღაზიაში? პასუხი არ აქვს დღემდე არც პროკურატურას, არც სასამართლოს, არც სისტემას. შენ ვიღაცას არ მოწყობ პიროვნულად, რა პოლიტიკურ ორგანიზაციებზია ბატონო გოჩა ლაპარაკი. დედაბუდიანად აღკვეთავენ და მიგიჟიან ციხეს. გეუბნებით, ეს არის საბჭოთა კავშირის მაინც განცხადებული მაინც ქონდა სახელმწიფოებრივი აზროვნება და ახლა ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს, ფაქტი იყო იქ ეკონომიკა სხვანაირი იყო. ამათ არც ეკონომიკა აქვთ, არც ჯარი აქვთ, არც პოლიცია აქვთ, ჯერ იმ ქვეყნის დედავატირე, სადაც პოლიცია ჯარზე ძლიერადაა განვითარებული, ესაა პოლიციური სახელმწიფო. და მეორე მოქალაქეების მიმართ, არათუ პოლიტიკური ორგანიზაციების მიმართ, სისტემა არის უკვე რეპრესიული, ესმით? ეს პირდაპირ ლიკვიდაციას უკეთებს თავისუფალ აზრს ქვეყანაში. აი ამიტომ არის საშიში ქართული ოცნება და რა იმიტომ, რომ შეიძლება რაღაცა მოსწონს და რაღაცა არ მოსწონს. აი გეტყვით, მერვე კლასელი ბავშვი სულ რაღაცა 2 დღის წინ ჩავარდა თხრილში და მოკვდა. იმიტომ რომ ინფრასტრუქტურა არ იყო მოწესრიგებული, გესმით თქვენ? ეს არ არის პირველი შემთხვევა. ამას წინათ ვაკის პარკში მოხდა ეგეთი შემთხვევა, შადრევანი და დენმა მოკლა ანგელოზივით გოგო, პატარა ბავშვი. და ესენი 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ეზიდებიან თითქოს ინფრასტრუქტურა იმ დონეზე გქონდეს ქვეყანაში. ეს ხო ყველაფერი ბატონო გოჩა არის მასკარადი და სამარცხვინო ფაქტი. არ ვიცი. დიახ, ბატონო დავით, ეგრე არის. სამწუხაროდ ჩვენ მთავრობა მაგალითად რო ავიღოთ, იგივე ჯარზე თქვენ ბრძანეთ, რომ პოლიცია ჯარზე ძლიერია. პოლიცია ჯარზე ძლიერი არ არის, ბატონო დავით. უბრალოდ ჯარში ყავს ჩვენ გამოუცდელი მმართველობა. თორე ჩვენ რო გამოცდილი გენერალები ყავდეს გენერალურ შტაბში, ან თავდაცვის სამინისტროში, საერთო ჯამში, მაგდენის მე არ მგონია ეგე მე არ გავაბედინებდი იმ თარეშს, რაც იყო თბილისის ქუჩებში. და იმ რა ერქვა იმას ტელევიზიის მებატრონე როა, გეზერაშვილი. ომის დროს.
სანამ მაგას დაიწყებდნენ, ეგენი დახვრეტილები იქნებოდნენ. აი ეგ უნდა მომხდარიყო. აი ეგ უნდა გაეკეთებინათ. სამხედროებს, პროფესიონალებს. აღეკვეთათ ქვეყნის დაქცევა. ბატონო გოჩა, თქვენ მაგათ პირიქით გააკეთეს თქვენ ქვეყანა ძალიან ჩაერთვეს. კარგი წარმოდგენა გქონიათ საქართველოში გენერალურ შტაბზე, პირდაპირ გეტყვით, მე მოვალე ვარ თქვენ ეს გითხრათ. მიუხედავად თქვენი კრიტიკული მსჯელობისა, მე გეტყვით, აგერ სანამ საქართველოდან წამოვიდოდი, ერთ-ერთი გენერალის სახელს არ დავასახელებ, რატო იცით? იმიტომ რომ პატივს ვცემ მაინც ადამიანებს, თვითონ პირად ურთიერთობებს და არა იმიტომ რომ ვიღაცას აკურთხილდები რა. ერთ-ერთი გენერალი გენერალური შტაბიდან შემხვდა, მე მგონია რომ ქვეყნის ბედი აინტერესებს, იცით რა ინტერესებდა? საერთო მეგობრით შევხვდა და ქართული წესით სუფრაზე დამჯექით, ახლა სუფრის თემიდან კაც რო შევხვდები, უბრალოდ მის სახელს მაგიტო აღარ ვიტყვი, თორე იმიტომ კი არა რომ ან ღირსეულად მიმაჩნია ან იცით რა ინტერესებდა? იზორიას ცოლს რო ვეხები ტურმე და ლაპტოპ კომპანიაში რო იყო დასაქმებული, იმას რო არ შევეხო თურმე რა მინდა მე. გესმით თქვენ რაშია საქმე? აი ეგ არის საქართველოს გენერალური შტაბი. ეხლა მე რა მინდა, იმას მე საკადრისი პასუხი გავეცი, ვისაც ეჭვიებარება მისი პრობლემა არის, მაგრამ ჩვენ არა გვყავს. მე ბატონო დავით, მე ვუდგები კლასიკური გაგებით, როგორ უნდა მოქმედებდეს. აი ახლა მაგალითად, აი ელემენტარულს გეტყვით. ტრამპი ხო ბევრს განცხადებებს აკეთებს. აი დედმამიშვილია და პენტაგონის ნებართვის გარეშე რამე ნაბიჯი გადადგას. იმიტომ რომ იქ მთელი არმია არის ანალიტიკოსების, რომელიც თვლიან რა უნდა გაკეთდეს, ქვეყანა არ დაიქცეს იმზენი, ადამიანები, კაც კი არ ემსახურებიან, ქვეყანას ემსახურებიან და კონსტიტუციას იცავენ. რატო ბატონო გოჩა, იცი? ესე უნდა იყოს ჩვენ ჯარში. იმ პენტაგონიდან ვიღაცა არ ადგება და ქუჩაში არ გავა, არასამთავრობო უწყების ხელმძღვანელსა და რიგის ოფიცერს არ შეხვდება და არ ეტყვის, რომ აგერ ამერიკის თავდაცვის მინისტრის ცოლი რო ყავს დასაქმებულიო, იმაზე თუ არ გააკეთებ კრიტიკას, რასაც კიდე იმას მოგცემთო. და კიდე რა იტყვის, იცი ბატონო გოჩა? ამერიკის შეერთებულ შტატებში შაიშმელაშვილის ნაირი ოფიცრები არ არიან რა, რო გარბიან ქვეყნიდან და მერე რო ყვირიან ქვეყანაში რა არის ცუდი. მე არავის არ ვედარები, მაგრამ მე თინა ხიდაშელმა შეერაღებული ძალებიდან რო გამომიშვა, ეს იყო 2016 წელი. 17 წელს დავაარსე არასამთავრობო უწყება. 18 და 19 წელი ვებრძოდი მაგნაირ ნეგატივებს, მანამდე სანამ ფიზიკურად არ დამესხდნენ თავზე და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პირადად არ მეუბნებოდათ დედას გიტირებთ მოგკლავთ. მერე უკვე იძულებული გავხდი ქვეყანა დამეტო. ეგრე არ არის რა. თუ რამე არ მოგწონს შენ ქვეყანაში, უნდა იბრძოლო მისი შესვლისთვის და თუ უკვე კალკულირებული ხარ, მინიმუმ ისე მაინც არ უნდა ჩაბარდე მოწინააღმდეგეს, როგორც ეს მის ინტერესებშია რა. ჩემი აზრია, შეიძლება მე ვწდები, ვერ გეტყვით. არა, სწორი არის, ბოლომდე უნდა იყოს მაქსიმალურად ცვლილება მომხდარი, მაგრამ ჩვენ რაც გვაწუხებს, ეს არის თავდაცვა და უსაფრთხოება, რაც ჩვენთან ახლოს არის ბატონ დავით, ჩვენ ფაქტიურად ჩვენ ეს არ გაგვაჩნია უკვე. ჩვენ გაგვაჩნია რაღაცა, ასე ვთქვათ, დასამკვდროებული პიონერთა ბანაკი რო იყო კომუნისტების დროს. არის თუ იცით ეგ. ნუ ასე ვთქვათ, საბავშვო ბაღი. აი ამ დონეზე დაიყვანეს ჩვენი თავდაცვის უწყება. ჩვენ გავაუქმეთ საარტილერიო სასწავლებელი, რომელსაც მსოფლიო მნიშვნელობა ჰქონდა. ხო, მსოფლიო მნიშვნელობა. ერთადერთი სასწავლებელი იყო, რომელიც სამთო არტილერიის სპეციალისტებს უშვებდა. მსოფლიოში არ იყო ეგეთი სპეციალისტები. ვიცი, ჩემი პედაგოგი ასწავლიდა მაგ კობა ბერიძე, რომელსაც ტულაში ჰქონდა დამთავრებული სამთო არტილერიის სამხედრო აკადემია, 5 წელი სწავლობდა, მე 6 წელი დიპლომს იცავდა იქ. კი, რამდენი ათასობით ოფიცერია მათ გამოშვებული, 1800, რომელ წელს არის 54-ში თუ არ ვცდები გაკეთებული, დაარსებული 56-ში. და როგორც არ უნდა იყოს ჩვენ გავანადგურეთ ეგა, ჩვენ გავუშვით ყველა ოფიცრები, ვინც ხო დამსახურებული, გამოცდილი, ყველა გავუშვით, დავით თევზაძე გინდა, ნიკურა ნიკოლეიშვილი გინდა, უამრავი ოფიცრებით, საჰაერო მიმართულებით, სადესანტო მიმართულებით, საზღვაო მიმართულებით, ყველანი გაუშვეს, არავის არ ეკითხებოდნენ არაფერს, ყველა თავის ის ასე ვთქვათ, არც ერთ მთავრობას არ აინტერესებდა ჯარი როგორ უნდა განვითარებულიყო. სასაზღვრო საკითხებში საერთოდ არ ივდარიეს.
ну, აქტიურად რაც იყო დაგეგმილი, ის არ განხორციელდა. ეხლა იძახიან აი კიდევ რა უმადურობის მაღალესი წერტილი. ამერიკის დახმარება, რომელიც იყო საქართველოში, თითქოს ეს არასამთავრობოებს ეხმარებოდა და LGBT თემებს აშუქებდნენ და ასე შემდეგ. მაგრამ არ ვიცი მე ის ეგ მაგმიმართულებით რა იყო, მაგრამ ის ამერიკის დახმარება მიდიოდა თავდაცვის სამინისტროზე მაგალითად და ჩვენი ბევრი ოფიცერი, ბევრი ჯარისკაცი, ბევრი ადამიანი გადამზადდა და მიიღეს მონაწილეობა თანამედროვე მიეცათ საშუალება თანამედროვე სასწავლებლებში მიიღოთ განათლება, ასე ვთქვათ. გამختარებენ სპეციალისტები რაღაც დარგში, რომელიც შემდეგში უნდა გამოგვეყენებინა და ჩვენი სასწავლებლები და სასწავლო ცენტრები შეგვექმნა. იგივე როგორც ყველა მიმართულებით, ჩვენი პოლიცია მაგალითად, ვისი დარეფორმირებულია, იძახიან სააკაშვილი. სააკაშვილი რაფერი რეფორმირებული არ იყო, ეს იყო გაკეთებული ბრიტანელების და ამერიკელების მიერ, იგივე საპატრულო პოლიციები და თუ ასე შემდეგ. საფრთხეს მოყვები ახონა მანდა. მაგი მაინც არ ვიცოდი. ხო და როდესაც ეს ყველაფერი იგნორირებულია, რომ შენ ადამიანი ვინც გეხმარებოდა იმას ეუბნები, რომ შენი დახმარება არაფერში მჭირდება ახლა და თურმე LGBT-ს აფინანსებდი და ასე შემდეგ, ეს არის უმადურობა, მეტი არაფერი. ჩვენ თუ რამე ვცოცხლობთ, აი როგორც სახელმწიფო რო არსებობთ 30 წლის მანძილზე, ეს ევროპელების და ამერიკელების დამსახურება არის. და არც ერთი ამერიკელს, არც ერთ ევროპელს საქართველოში ბომბები არ ჩამოუყრია. როგორც რუსებმა გააკეთეს. არ წაურთმევიათ აფხაზეთი, არ წაურთმევიათ ოსეთი, არ გაუნადგურებიათ და გაუსწორებიათ მიწასთან სოფლები, როგორც ეს გააკეთეს ახლა. სად არის თამარა შენი, ანის სოფლები? ნახეთ რუკაზე. ანუ ეს დაავიწყდათ, გამიგეთ? და გეთანხმებით, უბრალოდ რა არის, სახელმწიფო უნდა გქონდეს, არავის მიმართ არ უნდა იყო თავმოდრეკილი ზედმეტი. მე ყოველთვის რა თქმა უნდა, მაგრამ შენ თუ ბატონო დავით, აი ახლა აქ განსხვავება რაში არის? შენ თუ შენ ადგილზე არ დგეხარ და მე თუ ვუყურებ, რომ აი ეს ადამიანები, რომლებიც მართავენ იმას, დაკავებული არიან მარტო თავისი ვიწრო ბიზნესების გასავითარებლად დასაკრიშავად ეგრეთ წოდებული და თავისი ისა ქურდბაცაცობით კორუმპირებულები არიან. ვისი ბრალი არის ესა? ხო, ეს შენი ბრალია, ეს ხოსი ბრალი არ არის. ხო. მე აი ახლა ერთ მაგალითს გეტყვით, მე 2005 წელს როდესაც ვიყავი ჩამოსული აქ იყო საზღვაო სიძლიერის სიმპოზიუმი, მაშინ ვესწრებოდი მაგას. მაშინ იხურებოდა საქართველოსდან. საქართველოსთვის გახსნილი იყო გენერალური აკადემია ჰქვია ახლა, სამხედრო საზღვაო კოლეჯში უმაღლესი რანგის ოფიცრების მომზადების კურსები იყო საქართველოს მეზღვაურებისთვის გახსნილი. და იხურებოდა, იმიტომ რომ არავის არ აგზავნითო და მე არც ვიცოდი, გავიგე და მე ვუთხარი როგორ არა რაღაც ახლა შევეცდები მაქსიმუმ რამდენიმე ოფიცერს გამოვხმევ მეთქი არა უნდა თან უფასოდ ბიმზადებდნენ. და ბლოკავდა მაშინდელი, არ ვიცი ვინ ბლოკავდა სააკაშვილის მთავრობიდან ვიღაცა. ხო და ბოლო ჯამში ეს შენარჩუნებული იყო და 6 ოფიცერმა თუ მეტმა არა გაიარა ეს უმაღლესი ოფიცრების კურსები. ყველა ეს ოფიცერი დღეს მგონი 1-2-ის გამონაკლისით, ყველა არის ახლა წასული ევროპაში სამუშაოდ. თუ თავი ირჩინონ. დაკნარ. ანუ შენ დაგეხმარე, მოგიმზადე ოფიცრები, მოგიმზადე ადამიანები, შენ კიდე ისინი გაყარე. და მოიყვანე ხობეგლეჯიაშვილები და შენ ესე იგი ჩემი დახმარება წყალში გადააგდე. აი ახლა მაგიტომაც დამოკიდებულება იქნება ეგეთი. სრულიად მესმის, მაგრამ მაშინ შენ უნდა გქონდეს ძლიერი სისტემა და შენ უნდა მოამზადო შენი ოფიცრები და შენ სახელმწიფო უნდა გქონდეს და ეგ იყო მიზანი, მიზანი თავიდან, როდესაც წავიდნენ ოფიცრები, მიზანი რა იყო? მოემზადებინათ ის ოფიცრები, რომლებიც მერე რო ჩამოვიდოდნენ, მოამზადებდნენ თავიანთ ქვეშემდგომებს. ეგ ცვლილებები არ მოხდება საქართველოში, იმიტომ რომ ჯერ ჯარი კი არა თვითონ საზოგადოებაა რაცა ერისა ბერი და როგორც არის არმია, ისიც არის საზოგადოება. უბრალოდ რა არის, იცით, დღევანდელი ნარატივი კოცების რაში მდგომარეობს, მე ასე ვიტყოდი 12 წელიწადი ხელისუფლებაში ნამყოფი ნაწილების ტრამპი კონსერვატორია. მაპატიეთ ტელეფონი გავარდა. აი, არა უშავს. ტრამპი კონსერვატორია. აი ახლა მე უპასუხებ მაგათ ნარატივს, რაზეც ეგენი საერთოდ თავის ძალაუფლებას ინარჩუნებენ. მე რა ტრამპი კონსერვატორია. მე რა შენ ეკონომიკა არ გივარგა ტრამპი კონსერვატორია. მე რა თუ ამდენი ბავშვი შიმშილობს და მამაძაღლობაში ხარ გასული ტრამპი კონსერვატორია.
და როდის მერე გახდნენ კონსერვატორები, რომლებიც ეგენი არ იყვნენ LGBT ლიბერალიზაციის კანონი რომ მიიღეს, ქართული ოცნება არ იყო? ეგენი არ იყვნენ, ვინც დაიჭირა თუნდაც დავით ქუთალაძე დღეს რომ ელაპარაკა ტელეფონით და კიდევ უამრავი და მე ახლა ქართულ ოცნებას მივაწვდი აქედან ინფორმაციას. სხვათა შორის ტრამპმა თავისი ეკონომიკის მინისტრად ცნობილი მამათმავალი დანიშნა, აგერ რომელსაც შვილი ყავს აყვანილი და რა ხდება ახლა ტრამპი კონსერვატორია? აი, იცით რა არის? როდესაც ადამიანი მოდის მისი გუნდით, ის ვიღაცის სექსუალურ ცხოვრებაზე კი არ აკეთებს კაცვას. ის აკეთებს მის პოტენციალზე, მის განათლებაზე, მის გამოცდილებაზე და ბოდიში და შენ იყო გარყვნილი სახელმწიფოებრივად და სხვისი იდეები მოგწონდეს და ეხლა იქეთ გაწყობს და იქეთ წახვიდე, ესე არ არის, ეს არ გააჯანსაღებს შენ სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, და არ ხდება იმის, რა ქვია, პროფესიონალიზმის დაფასება, არ ხდება ცოდნის დაფასება. მაშინაც ვილაპარაკეთ გასულ კვირას, რომ მაღაზიაში კონსულტანტს სჭირდება უმაღლესი განათლება, პრეზიდენტს არ სჭირდება უმაღლესი განათლება. ნუ მოკლედ აი ბარდაკი არის ქვეყანაში. არავითარი ის არ არის, მაგრამ ეს ბარდაკი გამოსწორებადია, რა. მან საჭიროა უბრალოდ ეროვნულად მოაზროვნე ადამიანები გამოვიდნენ, შევიდნენ ხელისუფლებაში, აუცილებელი არ არის პარტიისები. ოცნებას რა შეუძლია გააკეთოს, გეტყვით? შეიძლება არ უნდა სხვა პარტიები, ხო, მოძებნონ სპეციალისტები და ხელისუფლებაში დანიშნონ სპეციალისტები, თუნდაც იმ სამინისტროებში გაზრდილი ადამიანები. აუცილებელი არ არის იყოს ის პარტიული. პარლამენტია ზემდგომი, პარლამენტ შეუძლია აირჩიოს და დაამტკიცოს მინისტრი. და მისი, ისე თქვა, გუნდი, ასე თქვა, ან პრემიერ-მინისტრი და ასე შემდეგ. და აუცილებელი არ არის, თუ უნდათ რომ რამე გამოსწორდეს. ან თუ მაგათ ეხლა როგორც ხვდები, ნუ როგორც ყველას ცნობილია, არაფერი არ უნდათ, ან არც იციან როგორ გააკეთონ ეს. არ იციან რა მიმართულებით უნდა წავიდნენ, არ იციან ერთ-ორ წელიწადში საქართველოს როგორ უნდა იყოს განვითარებული. და ვიღებთ ვალებს, არ ვიცით როგორ გადავიხადოთ მერე მომავალში. და არ ვიცით რატო ვიღებთ ვალებს. მე რა აქედან აი თქვენ შვილებს ან შვილიშვილებს იქ რა ჩვენ ნათესავებს რა აქედან რომ იმან 6 მილიარდი მიიღო. მიმტანად იმუშავებს იქ აგურის დამდებად თუ ეხლა გასაგებია რომ დირექტორად არავინ არ დასვავს იქ არავის. და ჩამოიყვანენ ხვებს. ანუ ჩვენი შრომითი უფლება როგორ არის დაცული? აი ბევრი რაღაც იმდენი საკითხებია ბატონო დავით საქართველოში მოსაგვარებელი რომ ამას 1-2 სამწყუაშვილი კი არ უნდა გაცვლა, მაგას უნდა ერთი ბატალიონი სამწყუაშვილების ყველა მიმართულებით. და არიან ეს ადამიანები, გასხოვები, არიან ბევრი კარგი სპეციალისტები არიან ეკონომიკის მიმართულებით. მოგწონს არ მოგწონს, მაგალითად, გინდა დემურ გიორხველიძე, მისი შექმნილია ეს ოცნების ისა რა ქვია 2012 წლის საარჩევნო პროგრამა. ის პროგრამა კი არა, ის ეკონომიკური პროგრამა განვითარება. მშვენიერი პროგრამა იყო, იმას მოდიფიცირება უნდა და განხორციელება მარტო. ვთქვათ, გინდა ირაკლი მე ვინ გამოიყენა დემურ გიორხელიძე? გააგდეს იქიდან და კაცი ძაღლი ვიტყეფავს, რომ ვიღაცამ გაიგონოს, მაგრამ ვის ესმის მისი შეაყარე კედელი. არა, რო ის მოდეს, იმას განათლება და შეგნება უნდა კონდეს თავის დონეზე, გამიგეთ ბატონო დავით. შეგნება თუ არა აქვს ადამიანს და განათლება იმ დონეზე, რომ შეეკითხოს რაც არის. მაგრამ მეც რაც არ ვიცი, შევეკითხე. მე არ ვიცი ტანკი, თქვენ იცით ტანკი, მე თქვენ შეგეკითხებით ბატონო დავით. ეს ტანკი კი სურათზე მაქვს ნანახი და შეგნით როგორია, როგორ ისვრის, როგორ დადის, ან გამომადგება თუ არა საერთოდ სოფელში. გუთანი თუ მოებმევა ზეთ. ანუ ჩვენ არ ვიცით არაფერი და ვაკეთებთ იმას, ვიღებთ იმას, რაც საჭირო არ არის. პარლამენტში თუ პარლამენტარები აზროვნებენ ქვეყნისთვის, უნდა მოუსწნან იმუნიტეტი ყველას. უნდა შეუჩერდეს ყველას მანქანების მომსახურება. 15,000 ლარი ჰქონდეს ხელფასი და პლუს მანქანები ემსახურებოდეს, პლუს ტელეფონების საუბრები, ბენზინის ფულს უხდიდეს. რატო უნდა უხდიდე მე მათ ზემ ფულს, რომ მათ ასე თქვა კარგად იცხოვრონ? ბატონო გოჩა 3 მილიონი თან მილიონერები არიან უმეტესო. 3 მილიონ 700,000 კაცი ყოველი მეექვსე ბავშვი შიმშილობს. ხო და აქედან იწყება ბატონო დავით რა შეგნების ხალხი გვაქვს ხელისუფლებაში, მეტი კი არაფერი. ხელისუფლებაში მხედველობაში მაქვს არა მარტო მინისტრები და ის, არამედ პარლამენტიც, იმიტომ საპარლამენტო ქვეყანა ვართ, ხო? ასეთი შეგნების ადამიანები რო იქნებიან პარლამენტში,
იმათ რა უნდა მოსთხოვა ბატონო დავით. იმას მილიონერია თავის ფულებს მე აკეთებს და პლუს ვერაფერს კიდე სახელმწიფოს წვერის პირდაპირ მე არჩევის ვერაფერს ვერ მნიშვნელობით. და ჩვენ, ესე იგი, ემიგრანტებმა უნდა ვიხადოთ ეს ყველაფერი, ხო? 262 ლარი და 40 თეთრი არის საარსებო მინიმუმი ქვეყანაში და პაპუაშვილმა ამ გორილამ 7840 ლარით მოიმატა ხელფასი. იმამდე კიდე ხო რაღაცა 1000 ქონდა და იმის გარდა რამდენი არალეგალური მე ვიღაცის პირად შემოსავალს კი არ ვთვლი ბატონო გოჩა. უბრალოდ როდესაც სახელმწიფოზე ვლაპარაკობ ძალიან დიდი უფსკულია რა, საშუალო ფენა საერთოდ არ არსებობს. არსებობენ იდრები და არსებობენ ტოტალურად ღატაკები, ღარიბებიც არა. ღარიბსა და ღატაკს შორის კიდე განსხვავება არის, გესმით? საქართველოს მოსახლეობა არის ტოტალური სიღატაკის პირას. რა თქმა უნდა, ბატონო დავით, ზოგადად შიმშილის პირას არის ბატონო დავით, უმეტესობა 80%-ს არ აქვს ხორციენატრებად. ელემენტარულად ხორცის საშუალება არ აქვს, რომ ადამიანმა იყიდოს და ოჯახში თვეში ერთხელ მაინც გააკეთოს სადილი ხორციანი. უმეტესობა ოჯახებში ეს ხო ფაქტია, თევზზე და იმაზე ხო აღარა მაქვს ლაპარაკი. ძალიან ბევრი კომენტარია ბატონო გოჩა, მე ამას ვერ ვკითხულობ ყველას. დღევანდელი ვიხდი ჩემ გამომწერებს, რომ დღეს თქვენი კომენტარები ვერ წავიკითხიათ. პირდაპირ სიმპლექსის რეჟიმში გქონდა ჩვენ ეს დიალოგი, ალბათ ამას ბევრი მოისმენს. ჩემი თხოვნა იქნება, ვინც უყურებს ამ ვიდეო ლაივს, ყველამ გამოწეროს ეს არხი, გააზიაროს, იმიტომ ეს არის ჩვენი ტრიბუნა, ჩვენ სხვა ტრიბუნა მეტი არ გაგვაჩნია. ისეთი ადამიანები, როგორიც ჩვენა ვართ და ისეთი აზროვნება, რომელიც თქვენ გესმით ჩვენი ეთერიდან, ეს არის ტაბუირებული თემა, მას არც ერთ სამთავრობო თუ ოპოზიციურ არხზე არ ალაპარაკებენ, იმიტომ რომ საზოგადოებას არ იმსახურება ეს ტრიბუნები, ესენი არიან პოლიტიკური ტრიბუნები. არასოდეს ბატონო გოჩა არ მქონდა სურვილად მოსულიყავი ხელისუფლებაში, პარლამენტში დამჯდარ ვიყავი და მესარგებლა იმ ეგრეთ წოდებული ზნოტებით, რასაც ისინი ყებულობდნენ. რაც მე ვიცხოვრე ჩემს ქვეყანაში, ჩემი ცხოვრება აქ გავხდი 40 წლის. უცხო ქვეყანაში რა. და 6 წელიწადი ემიგრანტი ვარ რა. და გამოცდილება ჩემ ქვეყანაში როგორც არმიაში, ისე სამოქალაქო ცხოვრებაში დამიგროვდა მეთქმის რა. ზოგმა შეიძლება 100 წელი იცხოვროს და იმდენი ვერ ნახოს. ამას სტრაბახით არ გეუბნებით. უბრალოდ რა არის, დამრჩა ესეთი შთაბეჭდილება, არა ხელისუფლებას კი არ ჭირდება მკურნალობა, არამედ საზოგადოებას ჭირდება მკურნალობა, რომ ხელისუფლება გააკონტროლოს, რომ ხელისუფლება მომართოს მის ჭკუაზე და დღევანდელი ჩემი, ბევრი წერს რა, ეგრეთ წოდებული ნარატივები, შენ რომ იყო ხელისუფლებაში, შენ უარეს გააკეთებდი. მოკლედ გიპასუხებთ, ღმერთმა დამიფაროს საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნისგან. ჩემი ოცნება იყო და რჩება და დარჩება ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შექმნა. სადაც სამოქალაქო საზოგადოებას იმხელა ძალა ექნება ხელში, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას დაიმორჩილებს. მე მეტი ოცნება და სურვილი ჩემო არ გამაჩნია. ბატონო გოჩა, ბოლოს სიტყვით თქვენ ამ ეთერში რა თქმა უნდა, თორე ისე ისმოდეს თქვენი კომენტარი. სანამდე უფალი ამას ისურვებს. და შემდეგ დავამშვიდობოთ ჩვენს გამომწერებს, იმიტომ რომ ფაქტი მიგდება ტელეფონით თორე კიდე ვილაპარაკებთ. ეს მე ერთადერთი მინდა უთხრა ეს მაყურებელს ბატონო დავით, რომ პესიმიზმის და ნიჰილიზმის დრო არ არის. უბრალოდ საჭიროა ქვეყანას მივხედოთ, ყველამ თავის დონეზე რაც შეგვიძლია. ნელ-ნელა ყველა ერთად რაღაცას გავაკეთებთ, რაღაცას მივახცევთ, რაღაცას განავითარებთ და კორუმპირებულებს, აი ამ რომლებიც მოპარვაზე, ქურდობაზე და ყაჩაღობაზე არიან გადასულები, იმათ საშუალება არ უნდა მისცეს, რომ წყნარად იცხოვრონ საკუთარ სახლებში. იმიტომ რომ ისინი ჩვენ ხარჯზე ცხოვრობენ, ჩვენი ხელით იკვებებიან და ჩვენ ვეკვბენენ. ეგეთ ძაღლს რას უშვრებიან, როცა კბენს? ან აბავ, ან აგდებ, ან უნახავს სხვა პატრონს, ასე ვთქვათ. მაგიტომაც ჩვენ ადგილზე უნდა ვიყოთ და ჩვენ ადგილზე მაშინა ვართ, როცა ჩვენ მაგ მთავრობას დავიჭერთ ხელში, ანუ გავაკონტროლებთ. და სხვა გზა არ არის ბატონო დავით. აი მე უბრალოდ ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება სხვანაირად გაკონტროლდეს ხელისუფლება, გარდა იმისა, რომ ყველა მივიდეს არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ყველა მოსთხოვოს თავისა დეპუტატი იქნება, ვინ იქნება, მინისტრი იქნება, პასუხი მის ქმედებაზე. საიდან ახლა ღარიბაშვილის 30,000 ჩატერორი ისა მოიმიტანოს დაამტკიცოს.
ის ხეები, ტყეები რო გადაიფორმა, ან რაღაცეები რო გადაუფორმა მთავრობის წევრებმა ვიღაცეებს, საიდან? როგორ ნაწილდება ეს ფული, რატომ, რისთვის? პასუხი უნდა მოითხოვა, მათ ანგარიში უნდა ჩააბარონ, მაგრამ ჩვენ არც ოპოზიცია გვყავს, რომელიც მოსთხოვს მაგ პასუხს, ხო, პოლიტიკურად ასე ვთქვათ. ბატონო ანუ გოჩა, რა არ როგორ არის, აი ეს სამწუხაროდ არ არის ეგ. ოპოზიციამ როგორ უნდა აი მაგალითად სიტყვაზე გახარიამ ნუ როგორ უნდა მოთხოვოს ღარიბაშვილს 30,000 ევროს არსებობის შავი ფულის არსებობის შესახებ, როდესაც გახარიამ რომელიც პრემიერ-მინისტრი იყო, აგერ საფრანგეთში 1,000,000 ევროთ სახლი იყიდა. დათვალეთ თქვენ მისი ხო, შემოსავალი თუ იქნებოდა 1,000,000 евро მარტო იმისთვის, რომ უცხოეთში სახლი ეყიდა. დიახ, მე მესმის, მაგიტომაც ვამბობ დავით, რომ ჩვენ პასუხი უნდა მოვთხოვოთ ჩვენ პოლიტიკოსებს, საიდან ეს ქონება, რატომ, რისთვის. აგერ ამერიკაში სენატორი გამოცდილი დააკავეს, დაიჭირეს 11 წელი მიუსაჯეს. მიზეზი? კორუფცია სახლში შევიდნენ, დამოუღეს ოქროს ზოდები, ფული, რა ვიცი, ყველაფერი. მენდესია ნიუ-იორკის სენატორი იყო. რა ვიცი, რამდენი ათეული წლებია. თურმე ამერიკაში დემოკრატიის ეს ფორმა ხო. სენატორების გასამართლებასაც ცნობს. კი, აბა, მაგრამ აქ არავინ არ არის დაცული. მაგიტომ ვამბობ, რომ საქართველოში მაშინ იქნება ყველაფერი კარგად, როცა პარლამენტარს არ ექნება ეს პრივილეგიები, სასიც ცხოვრთ, რა ისეთი გააკეთეს, რას აკეთებენ ისეც, რომ მთელი ცხოვრება პენსია უნდა აიღონ. რომელი ეკონომიკა გაუძლებს მაგათ, ხო? მეორე კიდე იმუნიტეტი რატო სჭირდება ადამიანს? რისგან იცავს თავს? ის არის იგივე მოქალაქე, ჩვეულებრივი მოქალაქე და ვალდებულია პასუხი აგოს თუ კანონი დაარღვია, ხო? მორჩა, ეს იმუნიტეტი უნდა მოეხსნათ, ეს პრივილეგიები უნდა მოეხსნათ, თუ ემსახურებიან ხალხს, უნდა ემსახურონ. და არა იბატონო. სანამ ეს სქემა არ მოიშლება, რომ ის ბატონივით გელაპარაკება შენ, მოქალაქეს. და ის არის თურმე ბატონი და შენ ახარ ესე თქვათ, ბოდიში და მადლობა უნდა უთხრა, რომ ის ყურადღებას გაქცევს შენ. აი მაშინ უნდა აიღო ერთი აგური და სთლიშო თავში ეგეთ ადამიანს. სილა კი არ უნდა გააცნა, აგური უნდა ჩაარტყა თავში, რომ ის მეორე აღარ დადგეს იქ. ჭეშმარიტად. მე ბატონო ხლა იმპროვიზირებულად ვამბობ, ასე ვთქვათ. მესმის, ზუსტად ფიგურალური თქმა ხო, არის. დიახ. მესმის, აბსოლუტურად მესმის. დიახ. ძველ სხვა რომში ესეთი სენატორი იყო, კატონ უფროს ეძახობდნენ. და მოკლედ ასეთი შემთხვევა იყო, რამდენჯერაც ჩამოიყვანა გაიუს მარიუსმა იეგურთას მეფე, ნუმიდიის მეფე იეგურთა, ჩამოიყვანა პირველი მოწინააღმდეგე და მოსისხლე რომის, რომელიც მის ინტერესებს ხელს უშლიდა. იმდენჯერ კაცო ჩამოვიდა ნუმიდიური ოქროთი ქარავანი და მისცეს ამ რომის სენატორებს და გამოიხსნეს. და მერე სულ უხდებოდა მარიუს ჩასვლა და ისევ თავიდან წამოყვანა ამ იეგურთას და ბოლოს კატონ უფროსი გამოვიდა და თქვა რომში ცნობილი სიტყვები რა. მე მაინც ვფიქრობ კართაგენი უნდა დაინგრეს რა. ეს სიტყვები არის ის რომ მე მაინც ვფიქრობ ნაცების და ქოცების რეჟიმი უნდა დაინგრეს და სამოქალაქო სექტორი უნდა გაძლიერდეს. და რაც შეეხება იმ იეგურთას, სანამდე მარიუსმა საკუთარი ხელით არ დაახრჩო რომის საკანში, როგორც რომის ინტერესების მტერი, მანამდე სულ გამოჩნდებოდა ის ტიპი, ვინც იეგურთას ყიდულობდა ციხიდან. და რა დაუძახა იეგურთამ იცი რომ ზოგაყავდა შენ ახარ გასაყიდი ქალაქი და მაშინვე გაიყიდებიო, როდესაც სათანადო კლიენტი გამოგიჩნდებაო. ჩვენ ქართველი ერი დავიღალეთ რა, იმითი რომ ხელისუფლებაში მყოფ ნაძირალებს რამდენი კლიენტი ეყოლება სამშობლოს გასაყიდად რა. ჩვენ თუ ჩვენი ხელით არ მოუარეთ ამ ნაძირლებს, როგორც მარიუსმა იეგურთას, ისე არაფერი არ იქნება ქვეყნისთვის და რესპუბლიკისთვის. გეთანხმებით ბატონო, გეთანხმებით. დიდი მადლობა. მადლობელი ვარ თქვენი ეს სტუმრობისთვის. მე ვისურვებდი რომ მომავალ კვირასაც ჩვენ შევხვედროდით ერთმანეთს, მაყურებლის სურვილიც არის ეს ყველაფერი და გვესაუბრა, ასე გაგვეძლიერებია სამოქალაქო სექტორი და გვესროლა ჩვენი მტრებისთვის აი ამ ფიგურალურად ტყვია გულში. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ბატონო დავით, კარგად ვზანდებოდეთ. გვენც ასევე ბატონო გოჩა.